საღამოშიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი ყოველ პარასკევს აქ ამ სტუდიაში ვიკრიბებით იმისათვის რომ ვისაუბროთ ძირითადად ფეხბურთზე. წამყვანები იგივე შემადგენლობით ვართ ბიძინა ბარათაშვილი, ლევან სალოქვაძე და ლაშა სილაგავა და სტუმრებით ჩვენი კოლეგები იქნებიან დღეს ეს არის ლაშა გოდუაძე და ნოდარ სიმსივე. დიდი მადლობა. პირველად არ ხართ ჩვენთან, ვიცით რომ ხშირადაც მოდიხართ, ხშირადაც გვიყურებთ და საერთოდ სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. მთავარი სასაუბრო თემა გვექნება გუშინდელი კენჭისყრა და მისი შედეგები. რა თქმა უნდა, ძირითადად ჩვენ ჯგუფზე და ჩვენ B დივიზიონზე ვისაუბრებთ, ხოლო ისევ რა თქმა უნდა არის ყველაზე საინტერესო იქ ისეთი ცალკე მსოფლიო ჩემპიონატი შეგვიძლია ვთქვათ. ძალიან დაძაბული წვრილისა ჯგუფები შედგა. მოკლედ ყოველთვის ჩატარდება კენჭისყრა, მე ყვები ხა ჩემს ემოციურ რეაქციას, როცა თავრდებოდა ადრე, როცა ცუდი პერიოდი იყო. ჩატარდებოდა კენჭისყრა ლაშა, ჩვენც ყველა ჩაბმული ვიყავ თამაში, ეგრევე კალამს და ფურცელს მოვიმარჯვებდით, ჩავინიშნავდით სახში რომ ამას მოუგებთ, იქ გასვლაზე ფრე იქნება, მე იქ იმას მოუგებთ, მე იმას აღარ დაჭირდება და ის და ყოველთვის გავდიოდით. და რეალურად უმეტეს წლებში, მე კიდევ ერთხელ ბოლო წლებს არ გულისხმობ, უმეტეს წლებში ჩვენ ეს უკვე დამოუკიდებლობის პერიოდია, უმეტეს წლებში ხდებოდა ისე, რომ მაქსიმუმ მესამე ტურის მერე გამოჩნდებოდა ვინმე ადამიანი, რომელიც გვამცნობდა სხვადასხვა პოსტის დამკავებელი, რომ იცით რა ამ დანარჩენ მატჩებს ჩვენ გამოვიყენებთ შემდეგი ციკლისთვის მოსამზადებლად და ესე გაილია 20-25 წელმა. საბედნიეროდ ბოლოს უკვე ჩვენ გავიგეთ ის დიდი სიხარული ნახეთ, ვიგემეთ, ვისიამოვნეთ და უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ ჩვენ ადრეც შეგვეძლო ალბათ ამის გაკეთება, ეს ერთა ლიგა რა ტურნირზეც ახლა ვსაუბრობ, წამოგვეშველა და დაგვეხმარა, თორემ მე დარწმუნებული ვარ და ვიცი ლაშას დამეთანხმება და შენც რომ ეს ერთა ლიგა რო ყოფილიყო 90-იანი წლებიდან ის თაობაც გავიდოდა ერთი-ორჯერ სამჯერ მაინც მინიმუმს გეუბნები და თუ არა და ეხა გვაქვს და გვინდა აქედან გასვლა, გვინდა ოცნებად გვჩება რომ ჩვეულებრივი ტრადიციული ჯგუფური ეტაპიდანაც რო გავიდეთ, აღარ არის ის ესეთი სასწაული, თუმცა ეხა ამ ტურნირზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის და აქ რა უნდა ვქნათ, როგორ ვქნათ. მე თავიდანვე გეტყვით ბიძინა რომ წავიკითხე ჩვენი მთავარი მწვრთნელის კომენტარი და თქვა ასეთი რამ ადრე ყველა მწვრთნელი ამბობდა რომ ჩვენ აქედან ჯგუფიდან გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ. ეხა იყო რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ამ ჯგუფში ადგილი შევინარჩუნოთ. ეს წავიკითხე ყოველ შემთხვევაში ხა შენ გიყვარს ხოლმე ამას თარგმანში თუ არა ამას შეცდომა ან ვინმე რამე დაამახინჯა, არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე გამოცემაში ეს ტექსტი წავიკითხე. კი არა, მეც წავიკითხე და იგივე წერია. ცოტა არ იყოს დაუკმაყოფილება და მეც თვალში ფიქრობდი რომ ჯგუფი ანუ არ გავარდეთ ისი რა ჩვენი მიზანი ნახე აქ შეცვლილია და არ გავარდეთ აუცილებლად აღსანიშნავია შეცვლილია ფორმატი იმისი რა ქვია ერთა ლიგის ანუ ადრე შედარებით უფრო იოლი იყო ფიქრი არ გავარდნაზე, იმიტომ და მათ შორის შეიძლება პირიქით უფრო რთული იყო პირველ ადგილზე და ზედა ჯგუფში ასვლაზე ოცნება, იმიტომ რომ აუცილებელი იყო პირველი ადგილი და ამაღლებულიყავი და ბოლო ადგილი ვარდებოდა. ეხლა არის გადათამაშება, ანუ ყველანაირი პლეი-ოფები ემატება, რაც თავისთავად ამ ტურნირს ბევრად უფრო საინტერესო ხდის და ჩვენთვის როგორც მაუწყებლისთვის, ვისაც აქვს ექსკლუზიური უფლება ამ ტურნირის ჩვენების, არ არის ლაპარაკი ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების თამაშებს ჩვენ 24 საათიანი ხო დაგვიანებით უშვებთ ხოლმე ეთერში, მაგრამ ყველა დანარჩენი და რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ლამის მსოფლიო ჩემპიონატია აჯგუფში ეს ამ ყველა მატჩის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ჩვენ გვექნება და ბეც ძალიან კარგი ჯგუფებია და ეს ამ ყველაფერს მაყურებელი ეხილავს და
გაცილებით უფრო დრამატული იქნება და უფრო დაძაბული. ის პლეიოფებიც პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე მეტ საყურებელ და დაძაბულ მატჩს ინტრიგა მეტია რა, ინტრიგა ბევრად მეტია. თუმცა ეს კარგია თვითონ ტურნირის ორგანიზატორებისთვის, ეს მაინც ახალი ტურნირია, იხვეწება მაყურებლისთვის, მაგრამ ჩვენ საქართველოს ნაკრების ბედიც ხო და რატო დავიწყე? ნახე რატო დავიწყე ეს ლაპარაკი რა. მით უფრო გასაკვირი იყო ჩემთვის ის რაც ხა შენ აღნიშნე, იმიტომ რომ იცი რა როცა ლაპარაკია იმაზე რომ გინდა თუ არა პირველი ადგილი თუ უნდა გახვიდე და ყავს ჯგუფში თქვათ უნგრეთი და უკრაინა რომლებიც შეიძლება შენზე მაღალი დონის გუნდებად ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ისინი სოფლიო ჩემპიონატის მონაწილეობენ და გამოცდილებითაც გვისწრებენ, თქვათ, ჩრდილოეთ ირლანდიაზე არ ვიცი ხა რამდენად შეეფერება იგივე. თუ მეორე ადგილზე გასვლა ცვლითაც შესაძლებელია კიდევ შანსის შენარჩუნება, ეხლა მანდამაინც პირდაპირ იმაზე ლაპარაკი რომ არ გავარდეთ აქედან, ჯერ კიდე ტურნირის დაწყებამდე თლათ ოპტიმისტური ახლა აგერ არის ძველი სახე ძალიან ოპტიმისტური ქონდა ამ დროს აქვე არა მე მგონი ჩვენ დარბაში ბოლო პერიოდის ჩვენი შემადგენლობით ჩვენი თამაშით ჩვენი გამარჯვებებით კი ქონდა რაღაც პერიოდები რომელიც არ მოგვეწონა ცოტა ჩავარდნა იყო იქ ტრამვები იყო იქ შეიძლება გადაღლა იყო რაღაც სხვადასხვა მომენტები იყო იქ ფსიქოლოგიაზე ისაუბრა მწვრთნელმა რომ რაღაცა KPO მერე ნაბახუსევიო რაღაცები იყო ეგეთები შეიძლება მობიდან ვერ გამოვედითო და ყველაფრის გატვერძიო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თუ ჩვენ ადრე უკვე თუ დავიწყეთ გასვლაზე ფიქრი და მით უმეტეს ამ ტურნირიდან ეხლა გადავეჩვიოთ მაშინ რატო გიხარია ამ ბეში ყოფნა მაშინ ცეში ვიყოთ და გავიდეთ არ გირჩევნიათ თუ ასეა საქმე მოგეთ რა ვიცი დავიწყოთ ეხლა ამ უნგრეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია. რო გადავხედოთ ეხლა ჩვენ წინა ჩეხეთი ყავდა უკრაინა და ალბანეთი და ვერ ვიტყვი ეხლა რომ შეიძლება ვიდეოთ იმაზე უნგრეთი მე მგონია რომ ჩეხეთზე შეიძლება უკეთესი გუნდია, მაგრამ ეხლა რაღაც რადიკალურად უკრაინა ისე იგივეა, ხო? ჯგუფში მოვხდით და ალბანეთი კიდე მე მგონი ჩრდილოეთ ირლანდიაზე ნაკლები არ არის. მე მგონი უკეთესია, მაგრამ ნუ აი მოდი ვკითხოთ. დავიწყოთ, ნოდარ, დავიწყოთ, მე ლაშაჩავთო და გავარჩიოთ ეს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გადაცემა და ყოველთვის მიხარია აქ მოსვლა და გამიხარდება შემდეგშიც. თან ახლა დაემატა შეხარ ჩვენი მემატიანი და ასევე გვაკვირდები და მე შვენიერ პაროდიებს აკეთებ. მადლობა. და აი დავიწყოთ იმით მემატიანეო თქვი და ამ სტუდიიდან არაერთხელ გაჟღერებულა, მათ შორის შენგან ლევან და აბსოლუტურად გეთანხმები რაში იცი რომ მე ვერ გავიგე საერთოდ ხალხის დამოკიდებულება რას გულისხმობ. ევროპის ჩემპიონატზე, თქვათ, ან ჯგუფში ესპანეთს შევხვდებით და იმას 7 კაცი აკლია და უნდა მოუგოთ და ვისვე თამაშებით და ფავორიტები ვართ ესპანეთთანაც კი არის ხოლმე ესეთი მოსაზრება და მე შევხვდება ჯგუფი, აი მაგალითად ეს ჯგუფი და წავა ხოლმე საუბარი უკეთესი შეიძლება და შენ ამბობ ხოლმე და რატო დავიწყე ამით საუბარი. ხშირად მომისმენია და ამ სტუდიაში არაერთხელ თქვენგან და ყველასგან მომისმენია სტუმრებისგან მათ შორის როგორ გვინდა გასვლა, მაინც და მაინც რაღაც მოყვარული გუნდი ჯერ უკვე აღარ არსებობს ნაკრები. მაინც და მაინც ახლა ამ ლანგრით მორთმეული გინდა გახვიდე იქ ფინალურ ეტაპზე და მე იქ მაშინ რა გინდა თუ ეს გზა არ გაიარე და რთული გზა არ გაიარე. ვერავის ვერ მოუგედა. ხო, თუ ვერ მოუგედა რაღაცა მოსაწვევივით მოგწეს რომ ჩამოდი იქ და ვიფში იჯექი და უყურე ეგ სხვა რამეა. მე ვფიქრობ რომ მოდი ერთი წამით აი ნახე სწორი მიმართულება ირე უნგრეთი უკრაინა საქართველო ჩრდილოეთ ირლანდია მესამე გუნდი ვართ ხო ჩვენ მესამე კალათა მოდი უკეთესი შეიძლებაოდაზე ვთქვათ შოტლანდია შვეიცარია საქართველო ჩრდილოეთ მაკედონია უკეთესია ჟღერს რომელი ჟღერს საერთოდ მე მგონი არ ჟღერს უკეთესი არა თან ლევან ამბიცია გვაქვს და ავსტრია საქართველო კოსოვო შეიძლება ეს კოსოვო ვინმე ისე გონია რომ კოსოვო დანაყა ყველა ჩვენაში შვედებს აქ მოუგო ავსტრია კიდე მე მგონია რომ აქ ყოფ გუნდებს შორის შეიძლება ყველაზე ძლიერიც იყოს ამ ბ დივიზიონში და ბოლოს
პოლონეთი, ბოსნია, შვედეთი ნამდვილად არ არის იმაზე უკეთესი, რაც ხე შევხვდა. ხო და აი ეგ დამოკიდებულება მაბნევს ხოლმე. მე ეს ისე ხდება, რომ ბოლოს ფაქტს რო ეჯახებიან, გადიან მე-60 წუთიდან იწყებიან სტადიონიდან გასვლას. ნუ ეს იქით იყოს. ეხლა ყველაზე მთავარი, აი წინა შესარჩევები გაიხსენე და აზრი არ შემიცვლია, გავაგრძელებ იგივეს, რომ თუ ჩვენი ნაკრები იმ გუნდურობით, იმ ხასიათით ითამაშებს, თითქოს ჩვენ გაგვახარა თავის დროს და მოვიპოვებთ ფინალური ეტაპის აგზური, აი ამ ხასიათით ნამდვილად შეგვიძლია აქ რომ ვიფიქროთ, იქ პირველი იქნება, მეორე იქნება, რომ გავიდეთ, მოვიპოვოთ აგზური, მაგრამ ბოლო ორი შესარჩევი რაც ნახეთ, თუ ესეთი ჩამქრალი იყო, რითაც გვაჯობა უკრაინამ, ხო, გუნდურობით გვაჯობა, რითი გვაჯობა უკრაინამ, იგივე ალბანეთმა თბილისში და იქ მოგების მერე ხო, არ ვიცი კიდევ ტკბობაში ვართ, რა თქვა სანიულმა, როგორ ილაპარაკა, ჩემთვის გაუგებარი იყო, მეც გეთახმები რომ ეგ მომხდათ ცოტა არ იყოს ცუდად რა, რომ აი რაღაცა კარგი თამაში და კარგი ის ვაჩვენოთ, რა ვიცი, ეგ ამოცანა მე არ მიმაჩნია რომ სწორი ამოცანა. ეგ შეფხები გასტროლებზე ცეკვის ანსამბლი რო წავარო, რომ კარგი აპლოდისმენტები დავიმსახუროთ. მე ცოტა არ იყოს. მე იცი რა არის, ცოტა უფრო ცუდად გავიგე კიდე. ესეთ რაღაცებს ამბობენ ხოლმე, როდის იცი, როცა აი აღმოჩნდება რომ არგენტინა, ბრაზილია გერმანია და ჩვენ აღმოჩნდით ჯგუფში და თქვენ რას ჩვენ თავარია რომ დავამახსოვროთ და კარგად ვითამაშოთ. ამას ამბობ ესე დროს ხო ამბობ რომ განწირული ვარ, ეხა იცი რა, წავალ და იმას მოუგებ 5-გზის სოფლიო ჩემპიონს თუ 4-გზის თუ 3-გზისას, არა, ნუ ჩემთვის თავარია რომ ეხა ანუ უკვე დავამთავრე ყველაფერი და ეხა ну ამათთან ეხა რა ვქნა არ შეხვდა რაღაცა ქემაინც ვაჩვენოთ რომ ჩვენც თამაში ვიცით. ეს კიდევ ვიმეორებ, თუ ეს ფრაზა სწორად არის, როგორც რაღაცა. კი ბატონო, თუ ასია, მაქედან გამომდინარე მომდა. თავარია ფორმაში. თუმცა ეხლა იცი რა არის? ის რაც მე თამაშები ვნახე ბოლო შესარჩევში, რო გითხრა რომ სხვა განწყობით დიდად ესპანეთთან შენ მე ნახსენებთან მოვიდეს იქით მხარეს ვერ გადავედი ლოჩაშუმა დაარტყა აეროპორტიდან ნემაში კარში და მაგით ვიყავით ბედნიერები რომ იქიდან მაინც დაარტყა ხო? და იქ საერთოდ არ მიუკარები ვართ იმასე თურქეთი იყო და აბა როგორ ჩავა თურქეთში მოუგეთ და ის რა ქვია ხელი ჩამოვართეთ საერთოდ სამით ნორს ვაგებდით უკვე ხო? ანუ რო გითხრა რომ ეხა მანდამაინც გამაკვირვა ამ დამოკიდებულებამ არა, მაგრამ მაშინ მაგრამ ეხო შეფასდა რომ ნაბახუსებზე ხდებოდა ხო და თან რა ვიცი მე იცი რაც გეტყვით მე უყურებდი ეხა იმას ნახეთ ეხა ტურები ხო 6 ტურია შესულილი როა იმაზეც თქვა რომ 4 თამაშს ვატარებთ სექტემბერში და ვიცით გარიგი ანუ ვიწყებთ 2 საშინაო შეხვედრით შვედეთთან და უკრაინასთან აი ეს იქნება ალბათ მთავარი სასტარტო ძალიან კარგი ვარიანტია ჩემი აზრით, იმიტომ რომ პირველი მატჩი შვედეთთან სახში და შვედეთთან თუ ვაფასებთ ალბათ ამ სამიდან ყველაზე უფრო სუსტია. უკრაინასთან იწყებს სახში თამაშით, მართალი უკრაინასთან არასდროს არ მოგვიგია. რაც დიდად სამწუხაროა, მაგრამ ნუ ეს ნავსიც თუ ოდესმე უნდა გატეხო მერე გასვლა უნგრეთთან და გასვლა ისევ იმ შვედეთ ირლანდიასთან, რომელთანაც იწყებ. აი ცარიელ ტრიბუნებზე წეგან სანამ შემოვიდოდით ჩვენ მედალაშავს საუბრობდით, ცარიელ სტადიონზე პირველი მატჩის დაწყება, აი თუ ვინმესთან შეიძლებოდა, აი ასარჩევად იყოს არის ხო არის შვედეთ ირლანდია. ლაშა ჩავთოთ თორე გადაცემა საუბრობდა ყველაფერ ამაზე წიგნი გაქვს დაწერილი და ამიტომ მოდი მოგვიყევი ახლა შენი მოწვევისთვის პირველ რიგში დავიწყებ აი ლევან მახსენა სამი თამაშის შემდეგ ჩაგდებული შესარჩევები, როცა მწვრთნელები ამბობდნენ რომ დანარჩენ მატჩებს გამოიყენებდნენ მომდევნო ეტაპისთვის მოსამზადებლად და მე მახსოვს საერთოდ თამაშის დაწყებამდე რო ითქვა უკვე რომ თუ გახსოვთ ბრაზილია 2014 შესარჩევში საფრანგეთი ესპანეთი შეხვდა ერთ ჯგუფში და უკვე წელიწადის დასრულების შემდეგ ითქვა რომ უკვე ამ შესარჩევს გამოვიყენებთ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპისთვისო და ზოგადად ყველაზე კარგად მაგ ვითამაშე. ეს სამწუხაროდ იყო ესეთი რაღაცეები ალბათ რა ვიცი
ერთადერთი თემურ ქეცვაიას პერიოდში მახსენდება, როცა ხორვატების პერიოდში ხორვატებს რომ მოუგეთ, აი მის შესარჩევში, როცა გუნდს 2-3 თამაშის შემდეგ დაკარგული არ ქონდა შანსი და მართლა ბოლომდე იბრძოდა და მართლა გვეგონა რომ აი ევრო 2012-ზე ითამაშებდა ჩვენი გუნდი. დანარჩენ შესარჩევებში სამწუხაროდ პირველ 2-3 შეხვედრაში იკარგებოდა ეს შანსი. დიდი იმედი მაქვს რომ აი ბიძინამ კალენდარი ახსენა და დიდი იმედი მაქვს რომ ეხლა ესე არ იქნება და საქართველოს ნაკრები ადგილის შენარჩუნებისთვის კი არ იბრძოლებს, როგორც აი ვილის სანიოლის ძალიან ფრთხილი კომენტარიდან აღვიქვით. არამედ მგონია რომ საერთოდ A-დივიზიონისთვის, A-დივიზიონში დასაწინაურებლად უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ რა ვიცი, გეთანხმებით რომ ამ ძალიან კარგი ჯგუფი შეხვდა. ძალიან კარგი რა გაგებით რომ დაუშვათ იგივე შვეიცარია, ავსტრია, კაცი უფრო მაღალი დონის გუნდებად მიმაჩნია, შვედეთი კი ბატონო, შოტლანდიაც, ვიდრე ჩვენ მყავს ჯგუფში პირველი კალათიდან უნგრეთი, მეორე კალათიდან შესაბამისი მეტოქე და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი, მე მგონია რომ საქართველოს ნაკრები თუ მეტოქეებს შორის სხვაობაზე ვისაუბრებთ, არ ჩამოუვარდება ძალიან არც ერთ გუნდს. ოღონდ თავარია რომ ყველა თითოეულ მატჩი გონივრულად გაკეთდეს ყველაფერი და აი ხო უცბად მახსენდება წინა ერთა ლიგაზე ალბანეთთან თბილისში წაგებული შეხვედრა, როცა თამაშის დაწყებისთანავე, როცა შემადგენლობას ჩავხედეთ, მივხვდით რომ აქ რაღაც ძალიან საოცარი რაღაც ხდებოდა, იმიტომ როცა ვილისანიოლმა 6 თუ 7 თავდამსხმელით შემტევით დაიწყო თამაში. აი ესეთი რაღაცები თუ არ მოხდება, ჩემი აზრით მეორე მესამე შეხვედრის შემდეგ მწვრთნელი არის საუბრებს რომ ამ ციკლს გამოვიყენებთ მომდევნოსთვის და გუნდი მართლა შეიძლება. არა, ეგ სიტუაცია თუ დადგა, მე მგონი ეგ მწვრთნელი საერთოდ ვერაფერს ვეღარ ისაუბრებს, იმიტომ რომ მაშინ აქ აღარ უნდა იყოს 2-3 ტურის მერე ამ ჯგუფიდან თუ არაფრის მეორე ადგილზე განსვლის შანსიც არ მექნა. რაღა აზრი აქვს და მე მგონია რომ კალენდარიც ისეთ ძალიან კარგია პირველი ორი საშინაო შეხვედრა თან მეტოქეებზე უკვე თქვით რომ ნამდვილად არ არის აქ გინდა თურქეთის გინდა ესპანეთის დონის გუნდები და რა ვიცი მე თავისუფლად შევუდგეთ ანუ 11 თამაში გვაქვს ჩატარებული უკრაინასთან 11 არც ერთი მოგება 4 ფრე 7 წაგება ну ამაზე უხერხული კი ირლანდია არის მას უბრალოდ მაგის გამიდოდა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთი მატჩი გავმართეთ და 4-1 წავაგეთ ამ ხანავერტოპნელერის 2000 თამაში იყო და ის ერთი გოლი თავის კარში გაიტანეს იმათმა პენალტი თუ გახსოვს როგორ პენალტი ვერ გავიტანეთ და დამატებულზე თავის კარში შეედა კი მაგარიძე შოტლანდიასთან იყო მაგარი არა მანდაც მაგარიძე იყო მაშინ მანდაც მაგარიძე იყო ამ მოკლედ ამ გუნდებიდან ვისაც ჩვენ ახლა ხვდებით ერთ თამაში გვაქვს მოგებული უნგრეთთან და ერთი წაგებული და მოდი გავიხსენოთ ის მატჩები იმიტომ ძალიან კარგი გოლები გავიდა გუნდი ყავდა მაშინ და მე მაგალითად მიმაჩნია რომ ის თაობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის უნგრეთთან გოჩა ჯამაროვმა ითამაშა ძალიან მაგრამ კი და ეხლა ჯერ პირველ თამაშს უყურებთ სამწუხაროდ რომელშიც 4-1 დავმართით აი და მე ჩემ დაბადების დღეს დაემთხვა როგორ მახსოვს ეს თამაში რა 6 იუნის ხარ დაბადებული ხო პირველ ტაიმში 39-ზე გაუშვით პირველი გოლი, მერე პენალტი დაგვენიშნეს და იმაში გასაღდაში გაგვატანეს. ყიფიანი ძოძუაშვილის ბოლო თამაშია თუ აუცილებლად. კი, ეს არის ყიფიანი ძოძუაშვილის ბოლო მატჩი. 2002 შესარჩევი. ამას სკანდალიც მოყვა მე გემახსოვრებათ, რომ ვითომ თვითფრინავში უზომოდ დალიეს ფეხბურთელებმა და მე ფედერაციის მაშინდელ მაღალჩინოსნებსა და ნაკრების რამდენიმე წევრს შორის იყო უსიამოვნო. კი, უსიამოვნო. და კობიაშვილი იტანს ერთ გოლს რამდენადაც ერთ გოლ ხო 77 წუთზე კობიმ შეამცირა. იქამდე კორსოსმა გაგვიტანა ორი ბურთი. ეს საბოკის ის არის რა პენალტი. იქამდე მატიუშმა გაგვიტანა რომ მე მას თბილისშიც შეაგდო. ну აქ ეხა 4-1 წააგებ გასაგებია ხო რომ ეხა განსაკუთრებული სალაპარაკო ეხა იმაზე რომ არის არ გაგვიმართლა არა აქ მოგვიგეს და სახში იქნება ფრაგმენტები და თუ მეხსიერება არ მღალატოს აბრამიძე რო იქ აძურა ტრიბუნაზე და რო გააგდეს ეგ ის თამაში არ არის ეგ მომენტი არ მახსოვს აბრამიძეა მე რაც მახსოვს ლიტვას და არა ეგ მომენტი არ მახსოვს აბრამიძის მაგრამ
უნგრეთსა და ყვითელი ლიტვას ქონდა და აზრა იმაზე ტრიბუნაზე და მეორე გაფრთხილების. მეორე გაფრთხილების გამო იქ მარჯვენა ფრთაზე პირველი გოლია საოცარი. აქ კი არა და თბილისში აი ზუსტად. ოღონდ იაშვილის გოლზე ხდებოდა ეგ როგორც მახსოვს ეხლა ხო, ის იაშკამ მესამე ბურთი შეაგდო ცვლილებაზე შემოვიდა ეგ ყაველაშვილის მაგივრად. მაშინ ჩივაძე იყო უკვე ნაკრები. კი, ჩივაძე. საშას საფულში დაბრუნდა. დაბრუნება ლიტვასთან მერე და ხო, ეს აი მაგ ლიტვასთან უფრო გაგვიჭირდა ესე მახსოვს. აი უნგრეთს ძალიან წყნარად მოუგო. კი, თან მოუგეთ ყველანაირი თამაში. რა ქვია. ხო, აი თამაში, ხო, ეს თამაში როგორ წავაგეთ? ხო. ზუსტად ისე მოუგეთ, ნუ ახლა ერთი ბურთით ნაკლები გავიტანეთ მართალია, მაგრამ ახლა 1-4 თუ 3-1 დიდი აუ იქეც ბაია მოპარა ძალიან ლამაზად რა 3-1 იყო. და როგორ უნდათ მეოთხეც რა ის რევანში როგორ ეთხოვოდა 3-0 პოლონეთთან იყო ხო იქ 4-1 და აქ 3-0 ხო საოცარი იყო აი ხა გავა ჩვენი გოლი კი ბატონო აჩი აძლევს პას როგორც მახსოვს აჰა აი აჩი მიბრძოლა და ობის მარცხენა კი კარგი გოლი იყო ესეთ კლასით გადანელი გაბორკირა იკარში ხო თავის თეთრი შავი ნაცრისფერი აქაც იყო ერთხელ ხო და ის გოლია მაგარი ქეცბაია რომ მოიპარავს ბურთს და მე მე ყველაზე მეტად აი იქ გამეორებები არ არის მეორე თამაში აი ასაშის აუ მახსოვს რომელ კადრზეც ამბობთ იმ ეპიზოდზე მარჯვენა ფრთაზე აქედან მე მგონი სკიტოა სკიტა კი და შოთირო შეაგდებს მე საოცარი მომენტია ეგ სკიტიშვილსაც ძალიან უფრო მაღალი ფეხბურთი უფრო მაღალი დონის ფეხბურთი უნდა ეთამაშა ვიდრე შეძლო იმიტომ რომ ძალიან ესეთი ტექნარიო რო იტყვიან საოცარი მოედნისხედვა გზელი პასი ყველაფერი და რა იყო იცი მისი პრობლემა? ხშირად საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო და უგუნდო იყო. ხო. ესე იყო უგუნდო იყო თუ არა არ მახსოვს, მაგრამ აი სოფლიოს ჩემპიონი იტალია რო ჩამოვიდა 2006-ზე. აი ნახე. მაგ იტალიასთან იყო საუკეთესო. უყურე რას აკეთებს ახლა რა? ჯერჯერ როგორი კომბინაცია ხო, რამდენი სულიანი. უფ, აქეთ და აი ამას უყურე ხა. აუ თავისი პაუზით რა ნახე. ორი კაცი. ოპ. იქ მეჟდუნოგი და აბა აქეთ შოთი დახვდა უნებრივად იო გიზაზე ხო არა იცი რა მე აი მე ამ თაობის ძალიან დიდი კომაგი ვარ დღემდე და არ ვიცი მე მგონია რომ ნიჭიერებით ესეთ თაობა ჩააყოლე და ყოველთვის მწყდება ხოლმე ბიძინა რა კარგია რომ თაობა ძალიან კარგი თაობაა ახლა ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავს ყველაფერი შეიძლება ვთქვათ შედეგებითაც და ყველაფერი მაგრამ რა ვიცი ესენი რასაც აკეთებდნენ და რა ჯგუფებში ოღონდ არასტაბილურობა იყო რა და ხო რა თქმა უნდა ერთა ლიგა რო ყოფილიყო მაშინ აბსოლუტურად გეთანხმები რომ კარგი საბერძნეთებს და მაკედონიებს დაყუჭავდნენ ესენი რა აი ეს ერთი გოლი. ხო, ეს ისევ მაშინ აღდგა რომატიოსმა. ესეც აი ეს იყო ჩვენი უბედურება. ტაიმის ბოლოს და თამაშის ბოლოს გაშვებული გოლი. 54-ზე იქ გაუშვდა, 53-ზე აქ. ანუ ეს რატო ჩვენმა გუნდმა არ იცოდა ამ დროს არც ანგარიში, არც პრაგმატული თამაში, არაფერი. ჩვენი გუნდი იყო, რომ აბა შეტევაში, აბა 3 ფეხებშუა, 4 ფინტი, ესე მაკრატელა, ესე უნდა მოგვეგო, გაიგე და ხანდახან იყო რომ მარტივი მოქმედებები, მარტივად გადაწყვეტილებები, რომ გაცილებით კარგი ცოდნოდათ მათ და ყოფილიყო ამისთვის მზად, ბევრ გუნდს მოუგებდნენ ისეთა რომელთანაც წავალ. იტალიასთანაც ესე არ იყო დელვეკი უბრალოდ გაგვიტანა პირველი ტაიმი თავდება. იტალიას ეთამაშებოდი ტოსტორად. აი, ამას უყურე ჟამარას. ეს არის მაგარი გოლი. ძალიან რა პაცება გაუკეთე შემოვატეხა კისერია. ძალიან მაგარი იყო. ხო და აი არ მომწონს ხოლმე რა ხშირად აი წეგან ვამბობდი ზუსტად რაღაცა
თითქოს ძალით აკეთებენ იმას, რომ აი ხალხმა იცის ხომ ეს აი ის თაობა და 90 ეზარებოდა და ათამაშობდნენ და რაღაცა დაპირისპირებას რატო იწყებ მეთქი ძველსა და ახალშორის რა გინდა გადახედე აგერ ინტერნეტია ქვაზე ხო არ წერია რაღაც მემატიანის მიერ დაწერილი შედეგები შედი ნახე რა ჯგუფებში ხდებოდნენ მეთქი ეგრე არ შეიძლება რა ხო ჩვენ იცი რა ეს საერთოდ ყველაფერში გვახასიათებს რომ შენამდე არაფერი არ ყოფილა ხო ეს წელთაღრიცხვა იწყება იმით რომ შენ მოხვედი სადღაც ფეხბურთში იქნება თუ სამსახური აი აქ არის ძალიან კარგი ეხლა პრესინგი და რომ მოიპარავს ბურთს ხო აი აქ უფ კეცბაია ხე რა ნახვამდის აბა ხე აშკა თავის სტილში მოიქო ალბანეთანაც რა მაგარი შეაგდო აქ მაშინ ჯგუფი რომ მაგრა დავიწყეთ რა ხო და არა ბიჭო ხარა აი ესე თამაშებს რო იხსენებ ხა კი გული წდება უფრო გულისდება იმაზე რომ არ იყო ერთა ლიგა იმედია იგივე შედეგებით დაიწყება ეს ერთა ლიგა რაც უნგრეთთან და ლიტვასთან აჩვენეს მაშინ. კი. აუ ლიტვასთან იქ როგორი დამაჯერებელი იყო თვითონ. იქ თავისთავად ხო, მაგრამ აი ორი საშინაო თამაშის გულისხმობს. ხო, ახლაც ორი საშინაო თამაში გვაქვს სტარტზე და. კი. მაგას ვამბობ რა, აუცილებელია რა 6 ქულით დაწყება. ეს სხვა ძალას სიამოვნო ძველი გამარჯვება. ეგრე წინაშე ისე წინა ერთა ლიგაც ეგრე დავიწყეთ 6 ქულით. თბილისში ჩეხეთთან საოცარი გამარჯვებით და ალბანეთში მოგებით. კლასით მოგებული თამაში იყო. კოჩორაშვილის ძალიან მაგარი გოლით. ხო და აი მაგიტომ დაგვწყდა გული. ხო აი როგორი ორი თამაში ჩავატარეთ და უცებ მოირღვა ეს ყველაფერი. უკრაინასთან არ იყო წასაგები თამაშის მუდრიკი. ნამდვილად არ იყო იმზე თამაშიდან გამომდინარე ვამბობ და მე ანუ ალბანეთთან რაც მოხდა წვიმაში გასაგებია რომ ცუდი მოედანი ორივე გუნდის არის, მაგრამ ამაზეც ხშირად მიდავია მე იმიტომ რომ ბიჭო რა არის იცი არსებობენ გუნდები რომელიც ძალის მიერ ფეხბურთს თამაშობს შედარებით ძალის მიერ სტილით ის უფრო ეგუება იმ მოედანს ვიდრე შენ ხა ეს კარგია ცუდიაზე კი არა ლაპარაკი შენ ესეთ მოედანზე უფრო გიჭირს თამაში ვიდრე ვთქვათ იგივე უკრაინას ან სიტყვაზე წვიმაში შენ უფრო კი ლივერპულს მოუგე თბილისში თავსავტემ მეტი რაღაც უნდა ყოფილიყო ხო მაგრამ ზოგადად ეხლა ბრიტანელისთვის რომ უფრო მარტივია იმაზე თამაში რა ქვია წვიმიან და ატალახებულ მოედანზე ხა მაგას აფილოსოფია უნდა ვიდრე თქვათ იმას ტექნიკურ რომელიმე გუნდს ხო თავი დავარება საქართველოს ძალიან მომხდა აი ბიზინამაც და ნოდარმაც ვთქვით რომ აი ეს ძველის ის გვიყვარს დაკნინება ხანდახან და მარტო ახლის დანახვა და იქამდე არაფერი არ ყოფილა და ეხა მე რა თქმა უნდა ქოჩორაშვილი ძალიან მომწონს მისი თამაშების გვაქვს ناقიდი და ის მისი შემართება და მე დავარტყავ პენალტს და რა ყველაფერი გვახსოვს და ჩვენთვის გმირია და ღირსების ორდენი და რა ვიცი აპატიო მოქალაქე რაც არ უნდა იყოს ყველაფერი მაგრამ არის ხალხი რომელთანაც ზოგი ახალგაზრდა ზოგი არც თუ ისე ახალგაზრდა რომელსაც ისიც აქვს თამაშები ისე მიმტკიცებდნენ რომ კი არ ადარებდნენ ну სულაკოლიძე ვინ არის ქოჩურაშვილთან შედარებით ისე მაგიჟებს და მაბრაზებს ესეთი რაღაცა სულაკოლიძე ქოჩურაშვილთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გავიმეორო ღრმა პატივისცემა და ძალიან კარგი ფეხბურთია სულაკოლიძე პოსტსაბჭოთა სივრცის თავის ამპლუის მოთამაშეებში იმ პერიოდში რა იყო ყველაზე კარგი იყო და უნივერსალი იყო დაცვაში შეეძლო ერთადერთი ელკიერთან ჩაგდებული მატჩი მახსოვს მისი თორე დანარჩენი ბოლოს იმ ლობანოვსკის იმას რა ქვია კიევში თუ არ ცხოვრობდა კაციშვილი იმაში არ მიყავდა და სოლაკოლიძე დაყავდა არ იყო ეგრე და მარადონას ეთამაშა კაცო მართლა სხვა არა ფეინორდთან ყველაზე ორჯერ ხო და ყველაზე ისე რთულ და არ წაგვართ ეთამაში ვინ არგენტინა ვერც ერთი ის თამაში რომელშიც სოლაკოლიძე ედგა მარადონას ვერ მოუგო არა და კიდევ ბიძინა ის ერთი წააგო ერთი პრე ფეინორდთან ყველაზე რთულ მატჩი რატო იცი ის 1-0 ან 2-0 რომ მოგვიგო თურმე გავარდებოდით იქ რაც საჯმა გვიქნა ხო გამოჩნდა რა გოლები გაქვს ორი გოლი გაქვს ეს მეორე რაღაცა გამოიგონა ამ თამაშგარეს ისეთი რაღაც მოუგონა შევარდა და როცა საჭირო გახდა კი კარგი ფორვარდების ყავდა ყველა მაგრამ რო ნახავს რომ არ გამოვიდა წავიდა ორი გოლი შეაგდო კაცმა და რა ვიცი გაგვახარა და ყველაფერი და მე არ ვფიქრობ რომ
ასე ხელაღებით შეიძლება არა ეს არის ცოტა ბატონო თენგის კიდევ ერთხელ უცოდინრობის მომენტია ეს. ჩემს დიდ პატივისცემას. კარგი, რახან ლაპარაკობთ ნაკრებზე, მოდი რაღაცა გოლები გამომდინარე გადაცემის ფორმატიდან, იმიტომ რომ რაღაცა სხვაზე ქონდა უფრო მეტი აქცენტი გაკეთებული ხა ჩემპიონთა ლიგაზე რო ლაპარაკობ, მანდა მაინც ფროზინონეს თამაშის აქ რაღაცნაირად აქ ჩაქსოვება არ გამოდიოდა, არა და კვერნაძემ და ეს არის ჩვენი ნაკრების ფორვარდებზე რახან ლაპარაკობთ, მომავალი, იმიტომ რომ ძალიან კარგ ფორმაშია. მისი გოლი იანვრის საუკეთესო გოლად აღიარეს, თვის საუკეთესო გოლად აღიარეს. იტალიაში სერია ბ-ზე ბუნებრივია საუბარი და ეხლა კიდე შეაგდო. აი ხა ბოლო ტურში კიდე შეაგდო. წინა ჯერზე საგოლე პასი გაკეთა. საგოლე პასები საღარო აჩვენებთ ხოლმე ჩვენ, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში კითხულობ რომ საგოლე პასია და მე ირკვევა რომ გვერდზე გააგორა და 5 კაცი მოატყვა 50 კაცი და გოლი გაიტანა და ამიტომ ჩვენ მოდი არ გვჭირდება ჩვენ არაფრის ისა თუ ნამდვილად საგოლე პასი გააკეთა იყოს და თუ არა და აი ეს არის გოლი რომელზეც ლაპარაკობთ რეჯანას გაუტანა და თვის საუკეთესო გოლი და ჩამოყალიბდა ამ ფროზინონეს რომელიც უახლახანს სერიაში ბინადრობდა მის მთავარ ლიდერად ხო და ნახე აი ესთეტიკაზე თუ ლაპარაკობთ აგერ არის შვენიერი რა და მე მომწონს ამ ბიჭის ხასიათი მე მახსოვს პირველად რომ ჩავიდა იტალიაში სოციალური ქსელით მქონდა საუბარი და ესე თავდაბალი ბიჭია ძალიან და რატომ რო ჩავედიო ნუ აქედან ყველაფერი კარგად იქნება რაღაც ვამხრევენ და რო ჩავედიო ბიჭო მეგონა რომ ფეხბურთელი ვიყავი და შემეძლო და ერთი აი ნაპოლისთან რო ითამაშა აი მაგ მივხვდი რომ თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი და ზღაპრებში არ უნდა ვიარო რა და ვიფრინო ღრუბლებშიო რა იმიტომ რომ ხო იცი ყველაფერი აქვს რა სიმაღლეც მობილურობაც ადგილის შერჩევაც ახლა გოლს რო უყურებ ხო ხტები ახლა არა რა შეუძლია რა არა კიდემ გაიტანა ასევე საოცარი გოლი ევროპა ლიგაზე საგოლე პასიც გამოვიდა მაგრამ საგოლე პასებზე უკვე მოგახსენეთ ყველაფერი და ამიტომ აღარ გავაგზავნებ ამ თემას მაგრამ გოლი ძალიან ლამაზი იყო და მოდი აი პოზიციის შერჩევაო რო თქვით წეღან აი ზუსტად როგორ დახვდა და როგორ გამოიხმნა იმედია რომ აი ყველა ფეხბურთელი იქნება ფორმაში და თურქეთთან მაჩამდე რაც გჭირდა პრობლემები ეგ არ იქნება იმიტომ რომ დღეს უნგრეთი იქნება აი რომ მოდიოდი ამ გუში რო გაირკვა უკვე რომ ეს აი ამ ჯგუფში ვითამაშებდით უნგრეთიც ჩრდილოეთ ირლანდიას უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ ყველას თავის კლუბში აქვს აი ამ მოცემულ სიტუაციაში სათამაშო დრო თან იქ ჩრდილოეთ ირლანდია ჩემპიონშიპი იქნება ბრედლი რო ყავთ ლივერპულში კიდე და არიან ფეხბურთელები რომლებიც თამაშობენ სისტემატიურად ახლა ინგლისის ჩემპიონშიპია რა ის ხო არ არის ყველაზე საშინელი ყველაზე საშინელი და ის რომ მათი პლუსი და ამაზე მედის ხოლმე საუბარი საჰაერო ორთაბრძოლები და გადაკიდებები იმედს ვიტოვებ რომ ჩვენი დაცვის ცენტრი იქნება კიდე 40 პლუს თამაში ხო აი გოგლიჩიძე გადავიდა კარგი გოგლიჩიძე თათ კარგი დებუტი ვერ გამოვიდა დიდად მისმა ვისაც მეორეობდა შემოვიდა და იმაში აგდო მანდა მაინც გოლი მაგრამ იმედია რომ აი ეგ მოთორჩი ის მე დიდად წინა გადაცემაში აღნიშნე რომ დიდად არა ვარ მაყოფილი ვთქვათ იმითი რომ მე მეკითხება მაგრამ ისა ხო მე ვთქვათ ჩაკვეტაზე უფრო სამხრეთულ ჩემპიონატში მესახება იმიტომ რომ ფანტაზისტაა და მისი ეს საოცარი უნარები ჩემის აზრით ვთქვათ ესპანურ თუ იტალიურ პუბლიკას უფრო თუნდაც აი მოხიბლავდა და ხო სადღაცა მე ვალენსიაზე ხო იყო ლაპარაკი ხო მიხარო და ეგ რო ხო სუმგაითი ზირა რეალობისკენ მოbrundet ეს არის მატჩი რომელშიც პაპუნაშვილმა და ვოლკოვმა გაიტანეს 2 გოლი ზირას მოაგებინეს და გამომდინარე იქიდან რომ ვოლკოვი რაღაცა პერიოდულობით ყოველ შემთხვევაში გაფართოებულ შემადგენლობაში სულ არის და პაპუნაშვილის მონაცემები ასევე ძალიან კარგად ვიცით. პაპუნაშვილი ძალიან კარგი ბიჭი იყო დინამოში. კი, ნამდვილად ხდება რომ ნამდვილად. ვერძერის პერიოდმა იქ იჯერით რომ იყო ვერ იმუშავა მასზე კარგად, მერე სარაგოსაში
ყველაზე ნორმალური იყო. რა კარგი გოლები აქვს იქ ამან არა ამან ხა ბოსნიასთან რა ბურთი გაიტანა ვულკომ ხო გახსოვს არა რაღაცა თუ იმაზე ლაპარაკობთ საუკეთესო გოლებზე და რაღაც ახაც ნახე ხა რა ესეთი ერთი გაისწორა და ის შვედეთთანაც რო შემოვიდა მაშინ ძალიან კარგად ითამაშა ძალიან ხა შვედეთ სტადიონზე ვიყავით ერთად მახსოვს კი აბა იმაში რა ქვია ბათუმში შემოვიდა და საფეხბურთო ოჯახიდან არის ვისაც გახსოვთ მამა მეკარე იყო ბოლნისის სიონში კი ბატონო კი ნამდვილად ასე არა აი ესეც უკვე არის გადამწყვეტი გოლი და პაპუნაშვილი მარცხენა ფეხით იქ აი ლევანმა რო გაიხსენა სარაგოსას პერიოდი რა კარგი ბურთები აქვს გატანილი აი ეფექტური შორიდან გასროლა და ეხა აზერბაიჯანის ჩემპიონატი რა არის და როგორ არის ამას ყარაბახი მაგალითის მეტყველებს და მე უკვე აი რაც რეპორტაჟების წაყვანა დავიწყე ხო ჩვენს არხზე აგერ სილკში აი ბილბაომ რომ მოუგო ის უფრო გამიკვირდა ვიდრე ყარაბახი რომ აი ასეთი გზით განვითარდა და მიდის რა ჯერ და კარგად დაიწყეს ის თამაშიც უკვე ისე ჩამოყალიბდა და ისე ერთ სათამაშო სისტემაშია მთელი გუნდი მოქცეული და იმ ხანგრძლივი პერიოდი და აგერ იმ წვრთნელს აძლევენ ხო დროს და რამდენი ხანი იქ ცხოვრობს რასაც ქვია რა იმ გუნდში და გამოიღო შედეგი ამ ყველაფერმა და სახელმწიფო პროექტია შეიძლება ითქვას ლოჩოშვილმა გაიტანა გოლი მართალია პადერმონმა ორი შეუგდო ნიურნბერგს ამის სანაცვლოდ ეგ მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი და მეკარე აი როგორ მედარდება რა მე მგონი ხა სამწუხაროდ შენგელიას გოლი ვერ მოვასწარეთ და შემდეგ გადაცემაში გაჩვენებთ ირაკლი ეგოიანის გოლი თუ გვაქვს ვაჩვენოთ თუ არა ისიც შემდეგ გადაცემაში ძალიან ლამაზი მაკრატელაში აგდო და აი არ მახსოვს ექსელსიორის თამაში მოვასწარეთ თუ არა მაშინ მიქაუტაძეზე გადავიდეთ და ნახოთ ხო რაღაცა მხეცი ვიღაცა ხეცები ხო არა მარსელინომაც ხეცები გადარეული ვიღაცა ეს ამტკი ეს კაცი დააკლდებათ რა მარსელინომაც ხო თქვა რომ ორ ფრონტზე ვერ ვიბძვით რა შემადგენლობიდან გამომდინარე და უნდა ვაქციო ის 14 ფრონტზე იბრძოდა ეს კაცი მაგრამ ნუ ეს ამას არ გულისხმობთ ხა ხო მაგ ფრონტებს არ გულისხმობთ ხა კარგი თავარი გოლი და დაბრუნება უჩინეს გიზიხნით ადგილი ვერ დაიჭირეს აი რამდენიც დაუდგესდება იმდენ წელს მეცადა მე მგონი მინიმუმ ხო რა ვიცი ახლა ეს არა ქვია ანუ მინიმუმ მეთქი მეთქი ვერ იჭერა ახლოს ვერ მიდის ვერავი თემურს უნდა ვთხოვ ეს ჩვენ ღაღანიძეს იმანიც ეგეთი რაღაცა ისა მოდით ჩვენ კვარაცხელიაზე გადავიდეთ იმიტომ რომ გაბრუნდა რაც თავარი ვარ ფუნქციონს არ მოგწონს რომ თავის საყვარელ მარცხენა ფრთაზე არ აყენებს ხან მარჯვნივ არის ხან უკან ჩამოწეული ეგ ცალკე თემა მაგრამ აი უკვე ზეგუნდური მოთამაშია აი ამ კუთხით რა ყველა პოზიციაზე თამაშობს ბიჭი კი არა საოცარია და ძალიან ისე ძალიან ნერვიულობდი იმ ტრავმის მერე იმიტომ რომ რაღაცა ბევრად უფრო რთული მეგონა და ხო ისე გაიყვანეს ხო არა მაგას რაღაც ორ კვირაში დაიწყებსო ვარჯიშს და ორ კვირაში გოლი გაიტანა ორ კვირაში გამოვიდა და რაღაც საოცარი გოლი შეაგდო და ძალიან მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი იმიტომ რომ მონაკოსთან ელოდებათ ამათ ახლა საჩემპიონთა ლიგო მატჩი და ამ თემაზეც ალბათ ცოტა გავისაუბროთ გადამწყვეტი პერიოდი რა ლიგაში მონაწილე გუნდები ხო აი ჩვენ გვაქვს ახლა ეს 8 მატჩი რომელსაც ასევე შემოგთავაზებთ ბუნებრივია ჩვენს არხებზე ასევე არ დაგავიწყეთ ხო ახლა ხან დადგინდა საბოლოო თარიღი 18 მარტს როცა არის ლიგის დღე და იმ დღეს არ თამაშობს პარის სენ-ჟერმენი, წინა დღეს თამაშობს, გადაიტანეს ლევანტე ვილარეალი და 23 საათზე იქნება ბუნებრივია ხა ჩვენ ამ შემთხვევაში პრიორიტეტული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა არის, მაგრამ ჩვენს არხებზე პარალელურად ამ ლიგის მატჩების, რომელიც 1 საათით გვიან იწყება, ასე რომ პირველ ტაიმს მთლიანად შეუძლიათ მაყურებელს ნახონ ჩვენი ფეხბურთელის თამაში.
და იქნება განთავსებული პირდაპირ ეთერში ჩოგბურთი შევიწევდო, მაგრამ რა ვქნათ ახლა ლევანტე, ვილარეალი ხალხს აინტერესებს მით უმეტეს გააქვს ამ გოლიც გაიტანა, პასიც მიცა, ყველაფერი. მე ახლა ერთი გული მწყდება სანამ ეს ქართველების რახან გადავედით თუ საქართველოს ნაკრებიდან ბუნებრივი იყო, მაგრამ ის ჯგუფები რო არ ეს ჯგუფები ახლა მე მაგალითად უყურებ და საფრანგეთი, იტალია, ბელგია, თურქეთი. ჯერ ერთი ბელგია და თურქეთი არავისთვის ხელწამოსაკრავი კი არა და ანგარის გასაწევი ძალა ყველასთვის უკვე და საფრანგეთი, იტალიის დაპირისპირება ჯერ მარტო ორი ფინალი გვახსოვს. ხო ამ გუნდებით ერთი ევროპაზე ტრეზეგეს ოქროს გოლით პირველად იყო მაშინ ოქროს გოლი და მეორე ზიდანის და მატერაცის ინციდენტი. ოქროს გოლი იმისი იყო, რა ქვია, მირხოფის მაგის წინ ის მაგას სიკვდილის გოლი თუ რაღაცა ეგეთი იყო რაღაცა ხო ეგრევე რო შეწყდა ჩეხებს რო გაუტანა ეგრევე წყდებოდა და აქ რაღაც მე მგონი არა ტრეზეგეს გოლმაც დაამთავრა აბა ბირხოფი რა იყო მაშინ უბრალოდ სახელი ერქვა ეგრე მე მგონი ოქროს გოლი ხო ოქროს გოლი არსი იგივე იყო მე მგონი ტაიმ მეორე ტაიმს აღარ ეთამაშა ეგ მერე წავიდა რომ ტაიმს ამთავრებინებდნენ პირველში და აფიშა ნამდვილად ეგ არის. ოქროს გოლი ოქროს გოლი ერქვა მაგას და მეორე თამაში კიდე ოქროს დასრო ზიდანმა ჩაუარა ეს არის აი ისევ თემონ ტრეზეგენ ვერ გაიტანა პენალტი მას. ვოიეჯერში ჩაკრულო რომ გააგზავნეს ხო აი ფეხბურთის 10 კადრი რომ გააგზავნო ზიდანი რომ თავს ჩაულის ეს იქონდა იყოს ყველაზე სევდიანი სურათი იყო ფინალში ეგ ფოტო ხო არსებობს მაგას ჩადის და სევდა დაინახე მაგ კადრში თუ სხვა მე უფრო რაღაც ღირებულებების ის იმიტომ რომ გადაფასებაც იყო როგორ იყო იცი როგორ ჩაუარა იცი რომ მე ამ თასის გულისთვის ლაშა სხვა არსებდა გულისთვის იმას არ ვაპატიებდი აი დაახლოებით ეგეთი თვითონ სურათი რომ ზიდანი ფინალში ააგდეს ხა იტალიის გულშემატკივრობდი მაგ ფინალში იტალიის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ზიდანი არის ჩემთვის უსაყვარლესი ფეხბურთელი ხო და რადგან რაღაცნაირი შინაგანი გაურება იყო, იმიტომ რომ იტალიის მეტოქეს რომ ამ დონის მოთამაშე დააკლდება და მეორე მხრივ შენი საყვარელი ფეხბურთელი თან ყველამ ვიცოდით რომ ამ ჩემპიონატით ამთავრებდა კარიერას რა მე აღარ დაბრუნდებოდა რა ეგ ჩემპიონატი ბევრად უფრო მისი იყო ვიდრე 98 რომელშიც მართალია ფინალი მაგან მოიგო მაგრამ განჩენ ტელევიზორში უყურე აი ზიდანი ჯგუფში და ზიდანი პლეიოფში იმიტომ რომ ჯგუფში ის მწვრთნელი მაგაზე ცნობილი ამბავი მე ფეხბურთელებმა ჩვენ თვითონ დავიწყეთ ჩვენ თვითონ ვითამაშებთ და ბრაზილიასთან ახლა ზიდანი თამაშობს მარტო ეთამაშა 4 რს და იმას ეგ არის მე რაც მინახია ერთი ფეხბურთელის კი ბატონო დომენეკი მაგის მერე ერთი ფეხბურთელის პერფორმანსი ყველაზე მაღალი რაღაცა სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს თუ სადღაც გადაასახლეს მე მგონი იმის მერე კარგი მინდა ელენას კუნ ხო არა ფლატიხა ნაპოლეონის იმაზე გერმანია ნიდერლანდები სერბეთი საბერძნეთი ეხა აქ გერმანია ნიდერლანდები ფინალებს თუ იხსენებთ ერთ-ერთი როგორი თქვა გარდამტეხი საფეხბურთო თვალსაზრისით რევოლუციური ფინალი თუ რამე იყო ეს იყო ხო იმიტომ 74 ტოტალური ფეხბურთის შემოსვლის თარიღია და ეს ორი გუნდი შეხვდა იქ ერთმანეთს და სასწაული ფინალი მერეც არაერთი საოცარი დაპირისპირება მაგრამ ფინალი ეგ იყო შენი ნახევარფინალი იქ მერე 88-ში და ხო თუნდაც მერე 92-ში დანგრეული 4-1 და რა ვიცი იქ ფეოლერი აი კარგის ინციდენტი და ხაჩორის არგენტინაში ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა 2-2 რო დამთავრდა ეს ბევრს არ ახსოვს ეს მატჩი ხა იმიტომ რომ გამოყოლილი როცა 74 ფინალი გახანა ხა იმას ისე უყურებ რაღაცა გამეორებენ ფინალის შორეული საოცარი გოლები დავიდა იქ რა ძალიან მაგარი თამაში იყო მე თუ გახსოვს იმაზე რა ქვია ევროპის ჩემპიონატზე მატეუსზე რო ვლაპარაკობთ მატეუსის დებიუტი იყო ასე ტურნირებზე 4-ში 3-2 მოუგო მაშინ მაგის მერე 1-3-4 წელი აღარ გააკარეს მატეუსი არა იმიტომ რომ იქ პენალტი აიკიდა იქ და ცუდად თამაშა ეს მატჩი ხო ანუ ძალიან ბევრია გარდა ყველაფრისა სამეზობლო და ერთმანეთს ერთ ლიგაზეც არაერთხელ შეხვედრია და მოკლედ იცი რა გერმანიის ესე კომაგი არასდროს ყოფილვარ მაგრამ გული რაზე მწყდება იცი რომ ის აი წეღან თუნდაც ბიძინამ რაც თქვა რომ აი უფრო ჩაკვეს პერიოდი რო ეხლა აი უფრო იქ სამხრეთულიო უფრო იქით გადმოს აი თვითონ ნატურა ესეთი გერმანული ფეხბურთის და ნაკრების
არ ვიცი, ეს ისე დამთავრდა და ისე წავიდა, რომ აი ის ხიბლი, რასაც თქვენ რომ მოესწარით, ეგ ის გერმანული მანქანა თითქოს აღარ არის. აი მაგის გამო წავედი პირველად საქართველოში რომ ჩამოვიდა რა. ეგ მენახა. საერთოდ სათამაშო სტილში მაისურები რო არ გენახა იტალია რო თამაშობდა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ყველას განარჩევდი ხა იქ სამხრეთ ამერიკელებზე აღარ ვამბობ ისინი საერთოდ თავისებურები იყვნენ. ხო და რო უყურებდი აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის და სხვადასხვა სტრატეგიის დაპირისპირების ხედავდი. ეთენბერგს მაგალითად ფილმშიც ათამაშებდი ძველი მეორე მსოფლიოს თემაზე რომ დაგენახა. იმდენად დაახლოვდა სათამაშო სტილები, რომ ვეღარ ამოიცნობა ეგრე. ხომ იცი რა, აი რასაც შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს ახლა ვინც თქვა აი ესე დეტალებში არ იცნობს იმ პერიოდის იმას და მე ახლა გამომდინარე იქიდან რომ ამის ინტერესი უფრო მაქვს ხოლმე. ახლა განსაკუთრებით თქვა ეს არქივო რაღაცა მასალებში ვიქექების რაღაც უყურებ და ეხლა მომხდა ერთ-ერთი მაგათი ამხანაგური თამაში შემხვდა 59 წლის ნიდერლანდები დასავლეთ გერმანია მაშინ. ხო. და იქა და მაგრამ აი შენ თქვი და ესეთი სტილია დამერწმუნეთ რომ 72 წლის ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგო გერმანიამ. აი გეგელია მის ისეთ ყველაზე კარგად და იმ დათო კაკაბაძე. ჯო მაგათზე ტექნიკურ ფეხბურთს ანუ რას გეუბნები, იცი ხა იქ იყო ისე გერდი მიულერის ეს თავისი საოცარი ჯერდი გერდი მიულერი უკეთესი იყო 72-ში და 74-ში. მიუხედავად იმისა, რომ 74-ში უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა, უკვე ცოტა დამძიმებული და 72-ში იყო დაფრენავდა. ბეკენბაუერი მაშინ ნახეთ ჩვენ ანუ 70-დან უკვე იმაში აი იმ თავისი სიღრმიდან რეიდებით, იმიტომ რომ ნახევარმცველი იყო 66 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ხო? პლუს ყავდათ ოვერატი 74-ში გრაბოვსკი რომლებიც თამაშობდა საოცარ ლიტვარსკი ორი იყო საოცარ ტექნიკა ძალიან კარგი ფეხბურთელი თბილისში ნათამაშები მაგრამ აი გრაბოვსკი და ლიტვარსკი შეადარო რა გითხრა აი ესეთი ასლი ჩემი აზრით მომიწყანს გრაბოვსკის სასარგებლოდ ხო საოცარი და მე ძალიან ლიტვარსკი ძალიან მიყვარდა საოცარი გრაბოვსკი არ მახსოვს იმიტომ რომ ფანტასტიკურ რაღაცებს აკეთებდა იურგენ გრაბოვსკი და იმაში რა ქვია სევილიაში ზუსტად ასენი შემდგეს და სევილიაში ფინალზე ვარ ჩასული და აინტრახტი ეთამაშება იმას რეინჯერს და იმ წელს გარდაიცვალა გრაბოვსკი და გავიხედე აინტრახტის კომაგი მოდის და გრაბოვსკი აწერია და იმას საქომაგოდ მივიდიოდი რეინჯერსზე რომ დავინახე გადავედი აინტრახტს მე ძალიან პრინციპული ადამიანი აღმოჩნდა მე ცოტა რამე ყოფილა ის არ ეთყობოდათ მაინც აი მიუხედავთ მაგ სტილის და მაგ ყველაფრის რაც თქვით აი რო შეხედავდი ეგ 72-ზე მე წაკითხა არ მოვწორები ვარ ნეცერი არანორმალური ეგეთი და 74-ში ნეცერი ჩათვალე რომ იყო აჩრდილი თავისი რაღაც ჯგუფის ერთი თამაში მიცრა მე მგონი შენ ისე ევროპაში აი ევროპაში სანაკრებო დერბი რომელ დაპირისპირებას აი ეს არის ნუ ხო რა ყველაზე გამორჩა სხვა ნაკრებებში ხა განსაკუთრებით ესეთი დაპირისპირება მასე იმასაც ამბობენ რომ 80 წლის ევროპის ჩემპიონი გერმანია იყო საუკეთესო გერმანიაო და 82-ისაც ჯობდაო და წინამორბედებს შუსტერი აი ეგეც 80-ი ხავდათ ჯერ ერთი რომელიც მე აღარ იყო დერვალისგანი 80 წლის გერმანიაც შუსტერით ჰანსი მიულერით ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა ანუ ესე არ არის რომ ჩვენ იცი რა ისეთ შტაბაჭილებაა რომ აი გერმანიაზე საუბრობთ გეგონება ეს რა ქვია ეს დიდი გასეირნება ფილმი რო არის და ეს დადეს იმეთი მოტოციკლეტი ეს ორი კაცი და ეს ლუი დე ფინეს რა ღამე ხო გაიგე არ არის ესე რა საოცარ ფეხბურთს თამაშობდა ეს გერმანია საოცარ მე კლაუს ფიშერი რა არ იყო ტექნიკური ხო და ითვლება რა არის დღემდე ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ის რომ ტექნიკური ფეხბურთელები იქნებოდნენ ორი აზრი არ არის და მაგას კი არ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ. ეს არ იყო მარტო ის რომ იცი რა აინცვაინ დრაი და მარშით წადიოდნენ იმაზე. სტილიკე ჩვენ ცენტრალურ ცელს ბოლოს დაგვამახსოვრეთ ნახევარცველი იყო ძალიან ტექნიკური იყო.
ძალიან ტექნიკური იყო და ესე უამრავი ხა. მე შემდეგი ჯგუფი ვთქვათ, რომ ესპანეთი, ხორვატია, ინგლისი, ჩეხეთი, ჯერეთი ესპანეთი, ხორვატია ფინალი იყო ამ ტურნირზევე და მეორეს ერთი ესპანეთი არის გუნდი, რომელიც ერთხელ ჩემპიონი იყო და ორი ფინალი, ანუ 4 ესპანეთი, ინგლისიც ფინალი იყო ევროპაზე. არა, მე ვიტყვი ამ ტურნირზე. ხო, თორე იქ კი რა თქმა უნდა იყო და სხვათა შორის ევროპაზე ფინალი არასდროს არ განმეორებულა. მსოფლიო ჩემპიონატზე ხო აი გერმანია, არგენტინა 50 ჯერ ითამაშეს და იტალია, ბრაზილია ორჯერ და რაღაც, მაგრამ აქ ევროპის ჩემპიონატზე ფინალი არ განმეორებულა. ესპანეთი 4 ჯერ იყო ფინალში, 4 ჯერ სხვადასხვა გუნდთან აქ ნათამაშები და მათ შორის მართალი ხარ შენ იყო ინგლისთან, ხორვატიასთან იყო ერთა ლიგაზე და ერთი მოგება აქვს, ორი ფინალი და სამაგრით ორი მოგების მქონე პორტუგალია, პეპე გამოვიდა და ჩეხეთმა არა, ჩეხოსლოვაკიამ ჯგუფში ჩატოვა 62-ში არანორმალურად კარგი შემადგენლობის მქონე ესპანეთი, რომელიც 2 წელიწადში ევროპის ჩემპიონი გახდა და იდისტებ არ ათამაშეს მართალია ტრავმის გამო თუ რაღაცების გამო. სუარესი ყავდა, ლუის სუარესი, ნამდვილი სუარესი ის არის. ჩვენ რო ეხლა კიდე მესამე ფსევდო სუარესი გადავიდიან და ყველა ლუის სუარესია ეხლა გოლები კი გაიგო ფსევდო ამას არა ნუ ეხლა იმან ყველაფერი გაიტანა დაკბინა ნახევარი მსოფლიო და ესა ეხლა ლუის და მაგრამ ის იყო პირველ ოქროს ბურთის მფლობელი ეს ევროპის ჩემპიონები რო გახდნენ ლუის სუარესმა გახადა ხო და რა ვიცი ხენტო და პუშკაში თამაშობს მაგ დროს იმაში რა ქვია და გოლი არ ჩაუთვალეს კიდე ხო და ჩეხეთი ცალკე ტურნირია ეგრეთ შენ გაინხილე და ბირჰოფის ოქროს გოლს რო იხსენებ თუ სიკვდილის გოლს ჩეხეთს გაუტანა და იმ ჩეხეთმა ძლივს წააგო იმ გერმანიასა და იქ ისეთი იტალიები და ვიღაცები დაიბრუნა ობორსკი პორტუგალიას ისეთი გაუტანა რომ რა ვიცი საფრანგეთი ხო ჩეხებმა გამოაქვს კი ყველა მაგათ გამოაქვს თან ზიდანის აი პირველი არიან მაშინ გამოჩნდნენ ეს რა ქვია ნედვედები და შვიცერები და სუხოპარეკი და რადეკ ბეიბლი და რა ვიცი იტალიას ორ-ერთი მოუგო იტალია ჯგუფში ყავდა გერმანია, იტალია, რუსეთი და ჩეხეთი ხო და ეხლა და ბოლოში პორტუგალია ვთქვათ პეპემ არ ვიცი მე გაათფო ის ბურთულები გააცივა თუ რა ქნა ესე იგი რომ დაევალებინათ ესე კარგ ჯგუფს ვერ ამოუღებდა კი დანია ნორვეგია ანუ სკანდინავიის ჩემპიონატს და უელსი ხო პორტუგალია კი გავიგე რომ უხერხული მეტოქია ისიც მაგრამ კარგი ჯგუფია პორტუგალიისთვის ანუ მე მგონი იყო ადვილი ეხლა ნორვეგია არ არის ესეთი ხელსამოსაკრავი თუ ადვილია და ისა დანია აი ბიჭო ერთ საათი ვლაპარაკობთ ნორვეგიაზე ფრიდრიხ ნანსენის გარდა არანაირ გამოსახედებია ეხლა დღეს ხორვატია და ინგლისი შესარჩევი მოიგო 100%-იანი შედეგით იტალიას ისეთ დღეში ჩააგდა ხორვატია ინგლისი ხორვატია მობერებული გუნდია აღიაროთ ეხლა კაი ამოწურე ეხლა ამ თაობამ რა კაი რა გუნდია დანია ინგლისი ჩემი აზრით ძალიან საინტერესო სანახავი იქნება ესპანეთს აუ ძალიან მაინტერესებს დანიაც მაგარი გუნდია და ნორვეგია საერთოდ სხვა იყო ხედავთ იმისა რომ იტალია ბელგიასაც ჯობია დანია პრაგმატიზმი იტალიას ამდენი ხანია სოფლიოზე ვერ გადიან და რა ვიცი უელსი კი ბატონო უელსლა შედარებით ამათან ეგ უელსი იქნება მაგდანიასა ნორვეგიაში აი ფინალისიმა მაინტერესებს ძალიან გამოწვევაზე ხო და პორტუგალიას კიდე ორჯერ აქვს ეს ტურნირი მოგებული პირველი და ეხლა ესპანეთთან ნახეთ კიდე არა პორტუგალიასთან ისეთი შემადგენლობა რა ვიცი ნორვეგია კი აი ეს ერთა ლიგის ადივიზიონის თამაშები გაცილებით საინტერესო იქნება ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფი საოცარი ჯგუფია ნუ დანიას ეხლა ევროპის ჩემპიონობა გვახსოვს ჩვენი სლოპანცები ახლა მოდი ჩვენსაც შევხედოთ ერთი რა ჩვენს კიდე შევხედოთ ბეს ჩვენ შეერე ბეს კაცო ჩვენ უკეთესი შეიძლებოდა არ მესმის რომ დედას რომ ვლაპარაკობთ აი რომელია რა უკეთესი შვეიცარია ძალიან მაგარი გუნდია უკეთესი შეიძლება რომელია აი ჩემს შვეიცარია როგორც ჩარშან ბერჩი ალბათ შვეიცარია მაინც ხო შოტლანდია შვეიცარია სლოვენია აი შოტლანდია აი ბიჭო დალევენეს მოუტანს დაათრებიან და მოიგებენ ეგრე სტრალები იგებენ ყველაფერს ნუ მაშინ არ მოუტანენ და გაუმალავენ და დააგებენ ისრაელი ისრაელი ავსტრია ირლანდია კოსოვო
ნუ მე აქ ავსტრია ალბათ ხო. პოლონეთი, ბოსნია, რუმინეთი შეიძლება ძალიან სუსტი გუნდი ყავს ახლა. სულტიკაში სახელებით ვითომ ძალიან კარგია პირველზე ჩვენ ჯგუფში. ჩვენ ერთად ყოფილობარაკეთ მაგას. მოდი შენ თავს მიხედე ხა, მოდი რაღაცა გითხარი ერთი მაგ და არის დრო მაგისი? ჯერ არ არის დრო. უკვე ცოტა გვაქვს მე მგონი. კიდე ვიხარი ვისაუბრო და კაცი შელიჩის ერთი ისეთი მომენტია შეიძლება 9 საათი დაჭირდეს იმის გარდა. კი და მე იცი რა მე შენ მე მინდა რომ ჩემპიონთა ლიგაზეც კითხო თქვენი მოსაზრება კი დავიწყეთ თვითონ ეს თემა მაგრამ ხო მიუბრუნდეს მე სანამ ხა ერედივიზიონის მომენტი გვაქვს და შევეხები ეგოიანზე მინდა ორი სიტყვა თქვა რა მუდმივად ზირითაჩი ანუ ხა ჩავერთე აქ კომენტატორად ლევანი თავის ადგილს დამითო ერედივიზიონში ესე ვთქვა ხო ლუკასთან ერთად ის იყო და ხა მე ვარ და თითქმის ყველა თამაში თუ შეგხვდა ხა დიდ გუნდებთან იქ აიაქსთან ფეინორდთან და პესვესთან ხო ყველგან მაგრა თამაშობს. სულ არის ზირითაჩი და აი მე მგონი ეხა არ ვიცი, მე მგონი ფეხბურთელი რომელიც მუდმივად ზირითაჩია. უმეტეს შემთხვევაში სიმბოლურში ხდება იმის ტურის გოლები, ნუ ეხა გოლები დიდად დაავალო რომ გინდა თუ არ ყველა თამაში გოლი გაიტანო, მაგრამ ესეთი ფეხბურთელი მე მგონი პირველ ნაკრებში უნდა ხვდებოდეს, რომელიც არის ნიდერლანდების ჩემპიონატში, არის ყოველთვის ზირითაჩი, ყოველთვის თამაშობს და არის წამყვანი და გააქვს ასეთი გოლი. ულამაზესი გოლი გაიტანა. გოლს ავანებოთ, იმიტომ რომ აიაქსთან ეხა გოლი არ გაუტანა, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, არ მოიდგინე. გარწავდეს. ხო, ნუ ეხა აიაქსი კი არ არის თლად ისე ძლიერი. არა, გასაგებია, მაგრამ ნაკრების ეხა ერედივიზია ტროი პეროტი თამაშობს ალკმარში და ანგრევს ყველაფერს გინდა ნაკრებში იგივე უნგრეთის ნაკრებს ამბურთი გაუტანა. 2-0-დან 2-2 რომ მორჩება არ არის? ასე რომ ეხლა როცა არის საუბარი იგივე სანიოლის მხრიდან რომ ფეხბურთელები ვინც არ თამაშობს არ მოხდა თამაშობს ეს კაცი ფორმაშია და თან სხვა დონეზე თამაშობს. თან ეხლა ის პერიოდია რომ მოცა რა ვიწუნებთ ერედივიზიონს. პრობლემები გვაქვს ეხლა ჩვენ რა თქვა ვაღიაროთ ეხლა იქ უთამაშებელი ფეხბურთელი რაცა უნდა ვარსკვლავი იყოს ისევ ერთამ დამტკიცდა ეს ხო? კი რა თქმა უნდა. ასე რომ ხო ალკმარი აიაქსი იყო ესეთი ეპიზოდი, არ ჩათვლილი გოლი. ისევ პეროტი ვახსენე ეს კაცი და ეს მშვენიერ ფორმაშია. კონკრეტულად ვინჩერვის ის ვინც ხო ბურთს ეხება, ისინი თამაშგარეში არ არიან. დააკვირდით, ვინც პას აკეთებს, არ იყო დარტყმის მომენტში და რა თქმა უნდა, ტროი პეროტის არის. რატო არ ითვლება? ну აი იმიტომაც მოხდა ჩვენ განაცემაში ეს ვიღაცა რამოდენიმე აი მე-11 სხვა მოთამაშეებმა მიიპყრეს ყურადღება რა სადღაც რაღაც მაგრამ მე გეტყვით რა 4 კაცი იყო და ამიტომ ну არ ვიცი ეხა ეს არა მე იმას ვცდილობ ახსნა რატო გააჩერეს სხვა იმიტომ რომ 4 კაცი იყო პრემიერ ლიგაში სტანდარტულობის დღეს არის კომბინაცია 6 კაცი სპეციალურად გება თამაშგარეში მე ამორბიან და სხვა შერბის და ანუ ჩვენ ეხა ეს ახალი წესი რომ მოიგონეს ადრე, ანუ ადრე როგორ იყო, უფრო адრე. სანამ ამ წესი მოიგონება, ნებისმიერ ჩაწოდება ესეთ სიტუაციაში პირდაპირ აფიქსირებდნენ. ჩემი აზრით გოლია. ჩემი აზრით არის აბსოლუტურად ესა ჩასახრელი გოლი. ხო, ესეთი გადაწყვეტილია უფრო სამართლიანი, ამიტომ კონკრეტული ფეხბურთელები ხო, არა მონაწილეობენ ეპიზოდში. მონაწილეობენ, დაუშვათ ვისთანაც პასი წავიდა. ხო, ვიღაცები იყვნენ, მაგრამ ისეთი კონტაქტში არ იყვნენ. მეკარეს თავარი მეკარია მან, ხო? ან მეკარეს თან კონტაქტში არ, ნუ არაფერში განსაკუთრებს. ვიღაცა საჯარიმოში ხა მიედება რა, რა ვიცი იქ. არავინ არ ედება მან. ჩასათვლელი მაღალი კლასის არბიტრი ეს უნდა ხო ჩათვალო. დაახლოებით იგივე ეპიზოდი აზიის ჩემპიონთა ლიგა გვაქვს ჩვენ არხებზე და ჩავით ვინც დაარტყა ზეს რომ ვარ. აი ეგ არ არის თამაში. არ არის ეს აბადა. გურცე უკან არის ფაქტია. ნუ ხაზები არ გაგვიყვება. ის დაარტყა მოვიდა იმედად სტადიონის გარედან შემორბის და როგორ იქნება თამაში. აი აჰა. აი ყველაზე უკან არის ვინც თავს და სად გაგვივლეს ხაზები? ეს სხვა ცელზე სხვა თავდასხმაზე გაგვივლეს. ხო და ის რა ხო მაგას ის გაგვივლეს. ხო. რაზედაც გაკეთდა. არა მე რას გეუბნები? ალბათ ეს ჩათვალა ერთადერთი ლოგიკა არ უყურს იყოს რომ ძელიდან იყოს თამაშგარი თუ არ არის შეცდომა მაგრამ თუ ის იქ აბა არ არის თუ ხსნით არა ჩვენ ფაქტობრივად არის ახსნით რა გააწყვეტილება რა მოეჩვენა ახსნა კი არ მოეჩვენა ახსნა არის ის ორი ხო იყო ერთი თამაშგარეში იყო ჩაწოდების მეორე არა იმას რას გაუგებ რა ენაზე თქვა მე
აი იქ არ არის ხმა მაგლა ლაპარაკი კიდევ კარგით წინ არის ერთი და მეორე ვინც არ ტყავს კარში არის უკან ანუ იმაზე მაინც ჩათვალა რომ ის რაღაცაზე ზეგავლენა მაგრამ იმას პირიქით ხელი კრეს ანუ ის არაფერში ზეგავლენაში ლიბერტადორესის თასი ალიანსა ლიმა მე რაკნავს აი ბურთი მოდის მეც სამაშიდოსაც ვარჩენ მეც მაგას ვამბობდი რომ სხვა ამბავია იმისა რომ მე მისკენ ვიყო და ამიტომ დანიშნულიყო მერქი ხა გაიგდო რა იმან განსხვავება არის რა ვიდეოთ აი რა განსხვავება ვერ წავიდო და ვერსად მეკარეო რა უწავიდო და მე რა არა ოიც განსხვავება არის არის განსხვავება ანუ დარღვევის ქმედება მეკარის როცა გამორბის კი თავდასხმელი რომ მორბის და მე ვარდნაში გამოვდივარ ეგ სხვა არის ამ ეპიზოდთან განსხვავება მაგას გიყვები ვარდნაში ჩამეწვება და მე ფეხს ავარტყავ და შემოსრიალდება და დამაგდებს მაშინაც ეგ კითხვისთვის სად უნდა წასულიყო ეხლაც არაპირებდა შახ თითქოს ბურთის გამოგდებას აპირებდა მეკარე უბრალოდ არის ბურთის აღებას ჩვეულებრივად უბრალოდ ის შემოვიდა როცა ბურთისთვის არის ბრძოლა ორი ფეხბურთელის მხრიდან ხო ხელი და თითქმის ხელიდან გააგდებინა თითქოს უკვე თვითონ დაუშვა შეცდომა ისე არასწორ დროს მე მგონი არ შეხებია მეკარე ბურთს ხო მეკარე რომ საერთოდ ბურთს შეეხებოდა მოგინდეს ბიჭო ესე აღება მაგაზე კითხვაც არ არის მაგრამ აი აქ როგორ უნდა მოგინდეს ესე ბურთის აღება წაგებული პოზიცია იყო და ხო წაგებული რატო არ უნდა მოვიდეს აი გავაჩეროთ ეხლა აი კონტაქტში ვინ შედის აქ მეკარე თუ თავდასხმელი თავდასხმელი ბურთთან არა, მეკარე შეფლება ბურთზე მომის რამდენი გინახი ამაზე საფიხათო თამაში დაფიქსირებული აი რა არც ერთი ეხლა ჩეულებრივად აქით რო დაედო ჯარიმა ვინი გამათებდა ამაზე მე ცე აგვიანებს და მე წააქცევს ფეხბურთზე ეს ეპიზოდი იმასთან ვერ შედარდება, იმიტომ სხვადასხვა ვარდნაში რომ ფეხბურთელი აკეთებს პატკაც. ხო, მაგრამ ლაშა შეიძლება მეკარის პოზიცია მომატყუოს და მოატყუოს ყველა მსგავს ეპიზოდებში გამოვიდეს და მე ესეთი მსჯელობა დავიწყოთ, რომ აი იღებდა, ნახე, იღებდა და უნდა დავაცადოთ თუ რა. იღებდა ჩეულები. შენ მეკარის ქმედებაში დარღვევა რა დაინახე? შენ ბურთი არ იყო, ისე დაეჯახა. მეკარე არ დაეჯახა. ის მეკარე დაეჯახა თუ ის დაეჯახა. არა, როგორ გადაუკეთა რას ნიშნავს? ის როგორ ეჯახა? ის გარბის კუთხურის ალმის. კადრი ვერ გავაჩერე. ეს მეკარე სხვა მხრიდან მორბის და ფერში ეჯახა. ბურთს იღებს ხელში, რას რომელიც მან რატომ უნდა მეკარე არის ხელში იღებს თუ არა მეკარე იმავე მხრიდან მორბის ბურთი რას? აი უყურე პირველი ბურთი დაინახა არ უყურე მომეზა რა აი უყურე ვინ არის ბურთი ვისი არ ჩანს ვისი არავისი არა როგორ ჩანს ეს პატკა ამ ხელაზე აქვს ფეხი გაშლილი ცდილობს რომ იმას მიარტყა და მეკარე არის ბურთი ესი აქვს ბურთი ხელებთან და აი ხა ვინ მოარტყა ფეხი ვის მეკარეს ავი რანაირად მეკარეს ბურთზე ითამაშა მაგრამ რა შუაში რატო მე აი მეკარე რატოა დამნაშავე თავდასხმელი რატო არის დამნაშავე რა დააშავა თავდასხმელი არ არის მეკარეს სიოდა ეს საფათო თამაში არ დაიჟე ბიზნესი რა ჯერ იმდენად სუდი პოზიცია ქონდა მეკარეს რომ მან უეჯველი წაგებული თავი შევიკავე ვარზე რომ დაგიძახო არა უნდა გითხრა აქ რა გააკეთა იმან თავი აი ამის მერე ეს კაი პენალტი ხო დაინიშა და აქ ამ წითლებში რა პარაგოულ გუნდში თამაშობს ფეხბურთი რომელსაც თუ იქამდე ერთი კარში დაარტყა გადააგდო იმიდან რა ქვია სტადიონი ნუ ყოველ შემთხვევაში ცუდად ძალიან კარგი მომენტები გააფუჭა და ხო იმას უნდა პენალტის დარტყმა გამზადა ბურთი როგორ არის იცი რომ აი უაპელაციოთ რა მოდის იღებს პენალტის დარტყმა რა გააკეთა ეს იმას რა ქვია მწვრთნელმა შეცვალა. აი, როწავიდე ესე და ანუ ის არავის დანთმობი არ იყო რა, სხვა ვიღაცა მოვიდა და მომეცი და მოგეცი არა და დაუძახა რომ და ვიღაცა გამოიყვანა და იმას დაარტყმება პენალტი გაიტანა. იცოდა ის რის. ესე იგი, ნუ ახთო გადაერია. ალფონსო. ესე იგი ეს გაგიჟდა გადავიდა იმათ ხარეს. აი, კაცი, აი. არა, იმას ვერ გამოართმევდნენ ბურთს, რაც არ უნდა ეძახა და სწრაფად შენო გამოდიოდა ვინ შევიდა მაგის მაგიურად პენალტი დაარტყა ბადე გახია რა ვინ შევიდა იმან და
აი ეგეთ პენლებს მე მივესალმე. ეგრევე გავიწყებს ვერნო გაიტანო სამარ ზიკო რა ვიცი რა გამოვიდა და ახია კარები კიდე. აი სულ რო საყვარელი ფეხბურთელი ურტყავდეს ასრულებდეს 11 მეტრიანს და აი ეს ასკინკილა იქნება თუ კლასობანას თამაში თუ კონტროლში თუ რაც გინდა დაარქვით, აი ეგრე ურტყავდეს, აი ვუსურვებ რო გააფუჭოს, აი რა მოიგონეს ლამაზია. ეგეთი დაარტყა, იქ და ვერ გაიტანა მაგალითად თამაში. მაგის მოწინააღმდეგე კასტილიო და ხდებოდეს მაინც თუ ლამაზი მაინც. სად არის თავარი? ლივერპული სიტია. აი აბსოლუტურად თქვით რამეს მე რაღაცა ბევრი ეს უბრალოდ ვერ გავიგე. ძალიან ბევრი ვიფიქრე 900 ჯერ უყურე და არ ვიცი ვეთანხმები თუ არა, მაგრამ ლოგიკა რატო მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგას რაღაც ლოგიკა უნდა კონდეს თორე ეხა ესე რომ ლოგიკას. მე ხო, ბევრი ეხა ჯერ მაყურებელს უთხრათ, ეს გოლი არ ჩაითვალა, სობოსლაის მიცეს წითელი და ბურთი თავისუფალი დარტყმით თუ საჯარიმო და ორივე გოლი დარჩა უმაყოფილო, თქვათ ეს. ისინის გაბრაზდნენ რომ ეს შემდეგ თამაში გამოტოვებს, ისინი გაბრაზეს რომ გოლი არ ჩაუთვალეს და მოკლედ იყო ერთი ამბავი. ჩემი ლოგიკა რა არის? ბურთი რომელიც მიდიოდა ცარიელ კარში, ესენი ერთმანეთს არ შეხებოდნენ, ხო ჩაითვლებოდა. რადგან სობოსლაი მოკაჩა პირველმა იმას რა ქვია ჰალანდს და ეს გოლი მაინც რო გასულიყო, ვინაიდან ცველი იქნებოდა დამრღვევი და გოლი მაინც გავიდა, გააგრძელებინებდა თამაში. ხო, რაც გააკეთა კიდეც იმ მოკაჩოს არ მიაქცია ყურადღება და წავიდა ბურთი კარისკენ, მაგრამ ვინაიდან მე გოლი ვისაც გააქვს, იმ გუნდის ფეხბურთელი არ ღვევს კიდე თამაშის წესს და შეიძლება ახდენს კიდეც გავლენას რომ ის ეწეოდა და ამან გააჩერა და ანუ არ დაუშვა ის რომ გადავწყვეტ მომენტში შეტევის დამრღვევი მოთამაშის გუნდს ჩათვლა და გოლი. ეხლა მთლად რომ ჰალანდი დაეჯარიმებინა და იქეთ დაენიშნა ჯარიმა არ გამოდიოდა და ამიტომ დააბრუნა უკვე და რაზეც უთხრა ითამაშეთ, მაგრამ კი ვხედავ რომ დარღვევა არისო, ის ფაქტურად ბოლო იმედის ჯარიმა შეფასდა და მიცა წითელი და ჯარიმა. აი ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. იმიტომ იმას რო არ მოეკაჩა ჰალანდს, რა თქმა უნდა იმ გოლს ჩათვლი და მაგრამ რადგან ჰალანდი იყო შემტევი და უკვე დამრღვევის სასიკეთოდ აღარ ითვლებოდა ეგ ჯარიმა. მარტო სობოსლაი აღარ იყო მომენტში ეგ და რადგან სობოსლაი პირველი არ ღვევდა და რეალურად წითელი ბარათი ისედაც იქნებოდა ეგ, ხო? აი იქ რომ მოეკაჩა და ბურთი გაჩერებულიყო, ხო გააგდე. ალბათ რაღაცა ეგეთია, მაგრამ რეალურად ყველაზე წყნარი გადაწყვეტილება იქნებოდა რომ გოლი ჩათვლილი. აი ესე მე ახანი საკ მოვიდა, ეს იქ წავიდა, მე იმას ის უნგრელია, ეს ნორვეგიელი, ახლა რაღაცა აი შენ ასე გოლს ჩათვლილი რა, თუნდაც ფილოსოფია ხარ რა. გავიდა გოლი, გავიდა. ორივე არ ღვევდა, პირველიდან არ ღვევდა. ლივერპულელი, ამიტომ ეს არის ჯარიმა დამნაშავის სასარგებლო. ხო, მაგრამ ისიც რო არ ღვევდა? აი მაშინ გეს მე არ ღვევდა, რა. მე რა და გოლი გადიოდა. მაგას გავყვები. აი ხა გადავხედე რა, არ მახსოვდა. ხო. ჰოლანდს ყვითელი რატო არ მიცა მაშინ? ამ ეპიზოდში? ხო. ჰოლანდის წესების დარღვევა ხო გაგრძელება იყო იმის. გავიგე, მაგრამ ლევანმა თქვა, რომ იმიტომ არ ჩათვალა, რომ ბოლოს ჰოლანდმა მაინც დაარღვია. ანუ შობოსლაის არ მიცა საშუალება. შობოსლაის გამო ჩათვლიდა. თუ დაარღვია, ეგეთ მონკაჩვენზე ყვითელია. ხო, ანუ ესე იგი შობოსლაის ჰქონდა შანსი, რომ ბურს დაწეოდა, ხო? ანუ ლევანმა როგორც თქვა, გოლის არ ჩათვლის ლოგიკას რო გავყვეთ, ეს არის, ხო? გაიტანა? არა, ცველი დაეწია და გადმოაგდო. მაინც წითელი. შევთანხმდით, ესე იგი სობოსლაის ქმედება, რაც არ უნდა გაგრძელება, აცდებოდა გოლის გარდა. დაეწეოდა თუ რა მოხდებოდა. გოლის გარდა. იმიტომ რომ შენ აი უყურე გოლი რო გადის, შენ სობოსლაის აგდებ რატომ? გავიგე, გოლის გარდა, გოლი რო გასულიყო, გოლი ჩაითვლებოდა და შეიძლება ამისთვის ყვითელი მიეცათ. წითელს აღარ მიცა. იმიტომ რომ საგოლი შეტევას ვერ ჩაშლიდა. ეხლა რეალურად წითელი რომ მიცეს, ამან საგოლი შეტევა რატო ჩაშალა მაშინ? მაგიტო ვიძახა არ უნდა გოლი ხო გავიდა. გოლი უნდა ჩაითვალა, ანუ ეგ იყო არალოგიკური, ანუ არა, გოლიც რომ არ ჩაეთვალა იმასაც თუ მიცა. არა, გოლს თუ არ ჩათვლია, მაშინ წითელი უნდა მიცა. რატო? საგოლი შეტევა არ ჩაუშლია. მაგას არ ჩაუშლია საგოლი შეტევა.
ვინ შეშალა და იმას რო არ დაერღვია. ეხლა არ ვიცახით რომ გოლი რო გასულიყო, არაფერი არ გააგდებდა. მასე, არა, მომისმინე. ამის გაგდება. გამოიწვია ჰალანდმა, თორე ეს ამას რომ ეკაჩა და ჰალანდს არაფერი არ ეკა, გოლი გასულიყო არ გააგდებდა. ლივერპულისთვის ეს უარესია. უარესია ორივესთვის. არა, მე რაც განვიცი, მე თქვათ მე მსაჯი ვარ, ხო? მე უფრო დავსაჯე ლივერპული ამეთი. იმიტომ იმანი მაინც მოიგო, ეს 2-1 იყო. ეს 1-1-ზე რო არ ჩაეთვალა, კიდევ უარესი იქნებოდა ლივერპულისთვის, იმის რა ქვია, სიტისთვის, ხო? აქ ამან სამი ქულაც აიღო და კაციც გაუგდო და შეიძლება აირჩია გოლი თუ წითელი ბარათი და ეს ჩათვალა ეს დარღვევა უფრო მნიშვნელოვნად ვიდრე გოლი და ორივე კიდე გოლი გაიტანა კიდე შეიძლება ორივეს ვეღარ მიცემდა და ამიტომ შეიძლება მიცა წითელი ბარათი იმიტომ რომ დარღვევა ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე თქვათ იქ ერთ დამთავრდება თუ სამი ხო იცით საერთოდ არაერთხელ შევაჯამთ არა მე იმას კი არ გავიგე ეს სწორი არასწორი შევაჯამთ შევაჯამთ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრე ამ გადაცემაში საჯობაზე და იმაზე რომ არა მოაზროვნე ახალი თაობი მსაჯებს გულისხმობ და რაღაც შაბეშტილება რომ ფეხბურთი არ ესმით და იმიტომაც არის მე პრეტენზიები რომ გვარის ოთახში ყოფილი ფეხბურთელები რაღაცა ნუ ძალიან კურიოზული რაღაცები ხდება ორთავბრძოლებს ვერ ერკვევიან ანუ ფეხბურთი არ ესმით ფეხბურთის ცოდნა რა არის ანუ მთავარი წესი მსაჯობაში არის რომ შენი გადაწყვეტილებები არ იყოს დამნაშავი სასარგებლოდ ეხლა არის? ხო, აბა რა არის? დამნაშავე გოლი ურჩევნია იმასაც და ამ მეორესაც. ხო, დამნაშავე ჰალანდიც არის. მაშინ ყვითელს რატო არ აძლევ? ეგ სხვა ამბავია. აი ხედავ, იცი რა, კითხვა გება შენ როგორც კი გადაუხვე. ხო, არ შენ თუ აქეთ გადაუხვიე? არა, ყვითელის არ მიცემა შეგეთქვი. არა, იმით უნდა დაამაგრო რა, იცი, რო აგიხსნა, იცი რა, შენ თვლი რომ შენ გოლი რატო არ ჩადა? აი პაულსენია. იმიტომ არ ჩავთვალე, მე სადაც გავაგზავნები. ჰალანდს რო არ დაერგვია, შობოშლაი დაეწეოდა, ხო? მე ჰალანდს ხო, მაგაში გეთანხმები და რა ვქნა. აი აქ იჭრები უკვე და ამიტომ მე შეგეთქვი, ყველაზე საფეხბურთო გადაწყვეტილება. რაც ყველა თქვით, რომ გოლია რა, აღარ უნდა იმას მოკაჩა, ამან იმას მოკაჩა. თავი აი მაგ აჭრებით, მე ჩვენც ვიჭრებით. პირველი რო დაერგვია, პირიქით რო რა დროს რას ნიშნავს? ან რას გეუბნებით, იცი? პირველი რო აი შევაბრუნოთ, პირველი ხა ხო შობოშლაიმ დაარღვია და მე პირველი ჰალანდს რო დაერგვია. გავაჩერებდით. და მე შობოშლაიმ. თავას გავაჩერებდით. და ჰალანდი ხო აღარ ჩათვლი. ანუ პირიქით რო იყოს, ხო უკვე ლოგიკურად არის ყველაფერი, ხო? მაგრამ რადგანაც ესეა და პირველად დამცველია დამნაშავე ყოველთვის არის ორი დანაშაული რო ხდება ხო მაგრამ ეს მე არ ღვევს აშკარად კიდე ხო და გავიგე ჩათვალე და დამთავრდა რაღაცა ეგ სხვა ამბავი მე გეტყვით ახლა ჩემ დასკვნას გეტყვით ამ მომენტში თლიანად შევხედოთ ყველაზე სულელურად იქცევა ჰალანდი რატო ხო იმან მოკაჩა თუ არ მოკაჩა ბურთი კარში მიგორავს ეხლა უყურე ჰალანდი რო არ ჩაერიოს თუ გოლი გავა ჩათვლიან და თუ არ გავა გოლი ამ წითელზე ჯარიმას მაინც მიცემენ ანუ ჰალანდის მოქმედებამ არაფერი არ მოახდინა გააკეთა ის რომ გოლი გამორიცხა აი ერთი კითხვა მაქვს თავიდანვე რატო ვახსენე ჰალანდი ხო აბა აი ერთი კითხვა მაქვს ამბობთ რომ საჭირო გოლი ჩაეთვალა, ასე ვთქვათ, ამ ორივე ფეხბურთელის მხრიდან წესების დარღვევაზე თვალი დაეხუჭა. ხო. აი მაგ შემთხვევაში მაინტერესებს საჭთა დამკვირვებლის პოზიცია როგორ იქნებოდა საჭთან მიმართებაში. გაატარა ეს ორივე წესების დარღვევა და ანუ საჭის მოქმედების ახსნას ვცდილობ, ასე ვთქვათ რა. მაინტერესებს როგორი შეფასება იქნებოდა აი დიდ გაიმართლებდა თავი და შიდა საუბარი ხო იქნებოდა შეფასებელი დაუსვა და იმ კითხვას რაც მე დავსვი რომ თუ ამ ხას გაყევი შენ გოლს არ თვლი იმიტომ რომ ჰოლანდიც არ ღვევს მაშინ ყვითელი უნდა მაშინ ჰოლანდი რატო დარჩა დაუჯელი შენ გოლს აუქმებ ჰოლანდის გამო ფაქტია ხო და რატო რჩება თან ჯარიმაც უხეშობა რატო რჩება ეს ფეხბურთელი ხო დაუჯელი ის რატო დაისაჯა და ეს რატო ხო, ნუ ამას წითელს აძლევ, გავიგე, რატომაც აძლევ, იმიტომ რომ ერთ-ერთზე საგოლე შეტევა ეს ჰოლანდი წინ იყო და დიდი ალბათობით როცა ბურთი არის მანძილზე და ორი ფეხბურთელი გარბის, ეხა ჰოლანდი მით უმეტეს და გარბის შობოშლაი და წინ ერთი ნაბიჯი წინ არის, ეს ხო ალბათობა იმისა რომ ბურთთან ეს მივა პირველ. და დარღვევა იმიტოა წითელი ბარათი ეს რო იჭერს. მაგრამ
კარგი შეტრიალდა უცებ ეს ყველაფერი, ამან დაარღვია, ის არ წაიქცა, გაგზელდა თამაში და ეხლა უკვე პირიქით ეს არღვევს, ხო? და შენ გოლს იმიტომ არ თვლი რომ ბოლო ყველა შევთანხმდით რომ ამან დაიჭირა და ის დაეწეოდა. კი. და ეს რატო დარჩა დაუჯელი? აი, ანუ ამ აბსოლუტურად გეთახვევი მაგაში რომ ირიდებ გოლი ჰალანდი უნდა იყოს ის ბურთი თავისთვის შეგოდებოდა გოლს მე ვერ დავეთანხმებოდი გოლის ჩათვლას. რატო გეტყვი? ჩვენ რომ მორბის სობოსლაი და ეკაჩება ეს მომენტი რომ გაგვეჩერებინა სასტვენით გამოვიდოდა რომ დამრღვევის სასარგებლოდ გავაჩერეთ. ჩვენ ეს მომენტი არ გავაჩერეთ და მივეცით საშუალება რომ გოლი გავიდეს. და ეს გოლი რომ გასულიყო პატიოსთან ჩვენ ამას ჩავთვლით, მაგრამ ეხა იმ მომენტიდან როდესაც ჩვენ თამაში არ გავაჩერეთ, ხო გაგრძელდა კიდევ თამაში და მოვიდა ეს ჰალანდი და კიდევ დაარღვია თამაშის წესი და ეგ როა დაარღვია ეს ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, იმიტომ რომ მაგან გაატანინა წესების დარღვევით გოლი. შესაბამისად ჩვენ ეს უნდა დავსაჯოთ. ეს რო დავსაჯოთ და ის აღარ დავსაჯოთ, ეგეც არასამართლიანი და ამიტომ წავედი და ის დავსაჯე, თორე ყვითელი ბარათი რომ ჰალანდისთვისაც ანუ შენი საზრით მაგას აკლია უბრალოდ ყვითელი ბარათი ჰალანდი. ამ ეპიზოდს აკლია ყვითელი ბარათი ჰალანდი. ამ საჯის შეფასებაზე ხო არ დაწერილა რამე მაგ შემთხვევაში? არა, იმიტომ რომ როდის დაწერილა რა? არა, წერდა რა, ანუ რაღაც ინგლისში წერენ ყველაფერს, მაგრამ ყველა თანხდება იმაზე, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ალბათ ჯობდა ჩაითვალა ბიზნესამ რას თქვა, რომ ეხა გამოდის რომ ორივე გუნდი უკმაყოფილო იყო ბოლოს თამაში რომ დამთავრდა. ანუ ხა ლივერპულს კაცი გაუგზე, მაინც აგებული ქონდა, იქ 3 იქნებოდა თუ 2. ანუ მაგას ვიძახი რომ მოაზროვნე რატო თქვი რა. მარტო ის არ არის, შენ რო ეკრანთან მიხვიდე და რაღაც ეპიზოდი. უკმაყოფილო საჯით რატო იყო? უკმაყოფილო სობოსლაით ყოფილიყო. თუ წაგებულია თამაში და 10 წამი დარჩა, გაანებე თავი და გავიდეს ის გოლი. შეეძლო ის გოლი ჩაეთვალა მესამე დაუჭო. მე რო ლივერპულის წელი იყო, ჩემ კარში ჩათვალე ის მესამე გოლი და ეს კაცი ჭირდება რა. და რაღაც ახალ სიგონები. ხანდახან რჩება შტაბეჭდება რა, არ მინდა ამის გაძევება. თამაში რომ დასრულდება აი თითქოს კიდე ახალ წესი გონებენ რაღაცას გაამართლონ ის საჯი იმ ახალს რო იგონებენ მე არ იწყდება თითქოს ის რაღაც ახალი და მე მიდის გზაში გადაკეთებები და ეს არის პრობლემა. თვითონ ვერ ჩამოყალიბდნენ და მე თავს საფეხბურთო იმიტომ თქვი მოაზროვნე და ფეხბურთს მორგებული რომ მარტო ის არ არის ანგარიშიც უნდა გაითვალისწინო ისიც უნდა გაითვალისწინო. ეხლა აი არის ორივე ეს გააკეთე რა მოყვა და დაუშვათ გოლი ჩათვალე რა არც არაფერი არ მოყვებოდა იმ გოლი გაუშვი ხო ეს ლივერპული ჩხუბებდა შენ წარმოიდგინე ჩემპიონატის სიტი ჩხუბა მით უმეტეს ხო ჩემპიონატის ბოლო ტურია და ბოლო წუთია და აი 1-1-ია და ამ გოლზე წყდება ჩემპიონის ბედი ან არ წყდება ან ის ხდება და ეს ამბავი მომხდარიყო რა დაინგრეოდა და თან უნიშნავ გოლს არ უთვლი ფრერო ყოფილიყო, კაი, 2-1 ფრერო ყოფილიყო და გოლს ათვლი და არათუ პენალს ნიშნავ ჯარიმას. მე გაძევება რა. პენალს როგორ დანიშნავს არა, ხო და ჯარიმის ეპიზოდია, ხვდები? ანუ რაღაცა მინდა მე 10 კაცი გამიგდე თუ თითქოს სტადიონზე შევლით არიან ხოლმე ეგეთი შტაბეჭრება ამიტომ არის ხელბურთში კარგი წესი. აი ეგ იქნებოდა პენალტი. და ამთავრებდა ყველაფერს. პირისპირ თუ გადის და წააქცევ ნებისმიერ მონაკვეთს საგოლე სიტუაციას თუ ჩამიშლი არის 2 წუთი და პენალტი. შესაბამისად ასეთ მომენტებში თუ საჯი ჩათვლისო საგოლე რომ ხო თვლიან არა ეწეოდა ვინ უფრო თუ საჯარიმოს გარეთაც წააქცევ არის პენალტი. მაგალითად რა მნიშვნელობა ქონდა ბონეკისაც წააქციეს ლივერპული ჯერ ის თამაში ხوار უნდა ითამაშეთ ეიზელის ტრაგედიის მერე, მაგრამ თქვა და ითამაშეს და ყველა ხედავთ რომ საჯარიმოსთან აკლია 30 წამი თუ სანტიმეტრი თუ 1 მეტრი თუ რაცა აკლია, მაგრამ რეალურად ეხა 1 მეტრი წინ წააქცევ და თუ უკან წაიქცევ ის ხო პენალტი იყო არა ბონეკის აქცევ იუვენტუს ლივერპულზე უბრალო ჯარიმა რომელიც გავიდა გოლი და მოიგო მერე უბრალო ჯარიმა ხო არ არის ის ადეკვატური სასჯელი იდეაში რა აი მასაბამისი სასჯელი არა მომენტს ჩამიშლი შენ საჯარივო მოედანში ჩამიშლი თუ იქ ჩამიშლი საჯარივო მოედანში
არასაგოლე მომენტის წაქცევაზეც პენალტია და საჯარიმოს გარეთ საგოლე მომენტის ჩაშლადაც რო იყოს პენალტი მე აი ამ ეპიზოდში პენალტი რო დანიშნულიყო უფრო სამართლიანი იქნებოდა ხო მაგასო უფრო ლოგიკა კარში გიგორავს ბურთი მეჭი დავები დამაგდე გოლს ამითვლით თან რა ხო და რა დამარწმევინე ლაგო ჯარიმა იმაში ის ჯარიმა დაარტყეს სადღაც გააფრინეს კარგი იყო დღეს არბიტრაჟი კარგი იყო ჩვენი სტუმრები და მე მგონი იცი რა მე აი მაინც მინდა ვკითხო ჩემპიონთა ლიგის აი ამ პლეიოფზე რომელიც ახლა იწყება და აი ამ წყვილების შეფასება განსაკუთრებით თქვა იტალიური რახან ყავს იტალია და ესპანეთი ყავს წარმოადგენილი და იცი რა მე მახსოვს შარშან დაახლოებით ამ პერიოდში ვიყავი თქვენ ხო მაშინ იუვენტუსი ხდებოდა PSV Eindhoven's და ძალიან თავდაჯერებული ვიყავი იმ წყვილის წინ და რაღაც თქვი რომ იოლად გაივლიან მეთქი. ესეთი მოლოდინი მქონდა ალალად. ნუ მაგრამ გამოვარდა PSV. ჰოლანდიელებთან ურაფეს ნუ დაგეგმა. ხო და ეხლა ხდება არანაკლებ არაპროგნოზირებად გუნდს. თურქეთში თამაში როგორია ეს ნებისმიერმა დიდმა გუნდმა იცის. უარყოფითი ბალანსი აქვს. კი, ჩვენ გვახსოვს ცოტა მართალია. გალათასარაის სცენებაზე პირველად მახსოვს 5 ფრით და შემდეგ მოგებით რო გავიდა იუვენტუსი. აი აბდულა ოჯალანინო დაიჭირეს და ერთი ამბავი რო ურთულეს თამაშიდან დაბრუნდა მაშინ იუვე ქულით და აი ახლა არ ვიცი რა იქნება, იმიტომ რომ მე სიფრთხილეს გამოვიჩენ მაგის თქმა მინდა, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრო ამ კლუბს და სპალეტის ხელში თითქოს გაუმჯობეს, ნუ ტუდორის პერიოდთან შედარებით ვერ შევადარებ ნამდვილად, გაცილებით კარგი გუნდია, გაცილებით კარგ ფეხბურთს თამაშობს და იცის რა უნდა მოედანზე როცა გადის და მაგრამ ორი ურთულესი დაპირისპირება იქნება ოდოგლიმტი ინტერი ოდოგლიმტი ინტერი მაინც ინტერი მგონია მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ ნორვეგიული კლუბის მიმართ განწყობილი იქ საოცრებებს რო ახდენს მაგრამ მე მაინც მგონია რომ ინტერი სხვა სიმაღლეზე დგას სერიაში ძალიან კარგად ჩანს და ამ წყულში აშკარა ფავორიტი ინტერი მგონია და აი გალათასარაი ცოტა უპირატესობას ეხა სიმპათიის გამო იუვენტუსს ატალანტა გქონდა კიდე დორტმუნდი ატალანტა როგორ წააგეს მაგათმა კიდე ატალანტაზე მაქვს საუბარი მე ბილბაოსთან ეგ ვერ ამოვშენი სახლში თან რანაირად ძალიან გამჭირდება შეფასება ხო იმიტომ რომ ეს ატალანტას ძალიან სულად პროგნოზირებადი გონდა იმიტომ რომ იმასაც ვერ გეგე ვინ ვიზე უნდა გააკეთო აქ დორტმუნდში რა ხდება კიდე ჩემი თვალით ნახე თურქების წინ ატლეტიკოში ვინა დორტმუნდში რა ხდება და როგორი აურა იმ სტადიონზე და აბა ყვითელი კედელი კი საოცარი და ამიტომ მან მოდი დორტმუნდს ვიტყვი რა მაგ წყულში კარგი აი მე ესპანეთის ხო ბრიუგე ატლეტიკო ბრიუგე ატლეტიკო მადრიდი ესე იგი ჯერ ხო და როგორც იქნა გაიტანა აგერ ალვარესმა იმიტომ რომ ორი თვე გოლი არ აქვს გატანილი და გავიგერო ეს ბიჭი ნუ ჯერ ძალიან მიყვარს აქვე მე მგონი უტიტულოდ არ დარჩა ატლეტიკო ხო და აი ძალიან გული მწყდება ატლეტიკოს აი ამ იმით რა ქვია წარუმატებელი გზით ხო როგორ რა კარგად იწყებს ყოველთვის რაღაც ლიგაზე გასული არის არა რას ვაფიცი რომ მესამეზეა მაგიდათ ეხლა როდის იყო ხო მაგრამ იქ ძალიან არა მე ძალიან მიყვარს ატლეტიკო მადრიდი და სულ ამბობ რომ ჩოლო უნდა იყოს აქ ძალიან კიდე უნდა იყოს აქ იმიტომ რომ გიჟდები მე მიყვარს ზოგადად ტიპაჟები ხო მე მგონი ლოკმანი და ეხლა ბარსელონასთან გოლს პლუს პასი მაგასაც და ალვარესაც და ერთმანეთს აი ალვარესი ზუსტად იქნება აი ახლაც გაიტანა ლა ლიგაში ორი თვეა სამართალი ფეხბურთელია ეს ვინ ადემოლა ადემოლა სრული ხასიათი მე მგონი რომ აი აქ ლევანს უყვარს ხოლმე ეს გამოთქმა რომ აი მაჩის გამოძახილს ვნახავ ჩემდეგშიო და მე მგონი რომ ატლეტიკო მადრიდი მოახერხებს და ორივე პირველ ტაიმში დაამთავრა გუშინ ყველაფერი რა გუშინ თუ გუშინ იმასაც ის ძალიან მინდა რომ ალვარესი მოიგო პირველ ტაიმი და მორჩა 3-0 ბრიუგეც ძალიან საინტერესო ძალიან კარგი გუნდია ქონდა ბედნიერება წელს ჩემპიონთა ლიგაზე წამეყვანა და ძალიან სიმპათიური გუნდია და რაც თავარია და ვიღაცები სოლისი და ისინი აი ბენფიკა რეალი ჯერ მადლობა რომ ეგეთი საოცარი დაპირისპირების წაყვანა მომიწევს იმიტომ რომ მე ტიპაჟებზე ვსაუბრობ და საერთოდ ჟოზე მოურინიო გიყვარს პიროვნულად არ გიყვარს ჯერ ვის რა დაგვიშავა ესე მაგრამ
ამ კაცმა გააკეთა ის აი ხალ ბენფიკა რეალი რო იყო რომ ესე იგი ნახევარი მსოფლიოს ყურადღება გადმოერთვა აი ამ მატჩზე და ნაადრევი ფინალი შეიძლება ესე აფიში არ იყოს მაგრამ იმ წინამოგებული თამაშით ყველა ელოდება ეხლა აი არბელოას ესე როგორ უკბინა ცოტა რა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე რომ მე ყოველთვის მიკვირს რომ ეს დიდი გუნდები რატო ნიშნავენ ისეთ მწვრთნელებს რომელთაც არ აქვს ზურგი სამწვრთნელო და არბელოა პირიქით მამასავით მიყვარს ეს თქვა და აი ეგ ნამდვილად არ ვიცი მან რა მოხდება მაინც მგონია რომ არის სიკაცო არა გოგებს რეალი ახლა ნუ და გაგიკვირდება ბიძინა ეხლა მოურინომ კიდე რომ მოახერხოს ეგ და იქელი რესურსი ჩადოს კი არ გეკითხებით კაცო მოგებაზე ხო მაგას არა თორ თელსულს ეხლა თელ რესურსს მაგ გამოიყენებს ახლა მაგაზე ვლაპარაკობდი ახლა ის ვახსენე რომ გალათასარაის უპირატესობა აქვს მეთქი მასთან რა ქვია იუვენტუსთან ახლა ესეც ისტორიულია ძველია გუშინდელი თამაში ხო არ არის და იმა ყველაფერი მოუღო მას რა ქვია ბენფიკამ დაწყებული იქ პუშკაშებით და იმეთი რა ქვია ჩვენ გვექნება სხვა ჩვენს აი ილუზიონს ეს უზამოსო იმას რა ქვია ჩვენ ლიგის სტუდიაზე იწერს ილუზიონი გავა ილუზია ხო ილუზიონში გვექნება აბა არა რატომ ეძახი და რა ილუზიონი შენ გადაცემა როგორ არის მე მოვისწარი ილუზიონი ხო იყო შვენიერი გადაცემა არ თუმცა ჩვენები და ის შესავალიც რა თქმა უნდა იყო ძალიან კვალიფიციური და ესეთი არაბიძინა შენ როგორ ჩვენი გადაცემა ხო როგორც ამათი გადაცემა მაგრამ ეხლა რას ყოველივე ამის გათვალისწინების მიუხედავად ყველა იჯდა რომ ეს კაცი როდის მორჩება ლაპარაკს და დაიწყოს კინო იმიტომ რომ ვიცოდით ის კინო რომ გვიან ეგრევე ხო არ დაიწყებოდა რა 1.5 საათი ეს შესავალი იყო მაგრამ თავიდანვე ვიჯდებოდით ამასაც კი უსმენით მაგრამ გვემართებოდა ისე როდის მორჩება რომ დაიწყოს ფილმი სეფიეშვილზე კი და მე მივყავდა ერთ წელიწადი ხო და მე ამას მიყავდა ეგ ილუზიონი ხო და უკან კოცონიენ თუ რაღაცა და არ დაიწოს ხო და კოცონი შეცვლილი იყო ის ერთი შეცდომა რომ მომსვლოდა შეცდომა ამოჭრელი იყო შეცდომა რომ მომსვლოდა რამე უნდა ჩამზერ თავი ვერ ამონტაჟდა კოცონი ერთნაირად იმას ხო ვერ დაასწორდა ხო და ჯორდანო ბრუნოსავით ამ ყველაფრიდან გამომდინარე ესენიც რო არიან ეხლა კი უყურებთ იმან ბოდოგლიმტო ბოლო ტურში იმას სტრონგოცეთთან როგორ ითამაშა რა ძალიან საინტერესო მაგრამ მინდა რომ დაიწყოს ატლეტიკო რეალი არა ბიჭო ადრე ხო დაიწყება ეს თამაში მე რა ვქნა ხონდა მივიდეთ მოტელოა რი როგორ ხდება და ცოცხალი დროს რო ყვება ხოლმე მაგას ეხა გოგიოთ რომ მაგ გადაცემის შენ არს ვერ ხვდები განმეორებით მაყურებელს ამით რამდენჯერ გასულა განმეორებით ერთ თამაშზე მომობ მე არ ვიძახი რომ ორი მატჩი ჯამში რაღაც შეიძლება მოხდეს ისეთი რომ არც ეგ გამიკვირდება იმიტომ რომ გავიგე ის რომ მთელი ესპანური მედია იმაზე წერს რომ ამან გასახდელში ვითომ დაალაგა არბელოამ რაღაცა თავისუფლება მიცა ფეხბურთელებს მაგრამ აი არ მჯერა თვითონ არბელოას ფაქტორი მე თქეც არ არის ისეთი ბიჯინა მოვიდა თუ არ დასთან გავარდა და მე ბენფიკასთან და მე ეგეთი აღელვებული მწვრთნელის ყოფება შეგახავს თვითონ გასახდელი დაალაგა რას ნიშნავს თუ არ ლაპარაკობენ მაგას უბრალოდ მიდის და ალაგებს ცოცხლით იქ იმიტომ რომ აბა ყველა თამაში წააგებს სანაცი თამაშა და კარგი რა ხო და მაგას წერე დაალაგა და მე თქე ყავს ისეთი სადაც ვერ იტყვი რომ მარტო ინდივიდუალიზმი შეიძლება გამოაგდო და მოუგო იმიტომ რომ იქ ის გიჟი გადარეულია რომელმაც კი ნახეთ როგორ დაალაგა და მართლა რა დაალაგა ძალიან კარგი ინტერვიუ იყო მასთან და პეპსი ილაპარაკა ჟოზე თავიანთ ურთიერთობას ჩვენ ხო ყველას გონია რომ ერთმანეთს ვერ იტანენ და დედასაგინებენ და ესა ცალკე სახეობა მაგათ გადამეცვალაო და თუ მამა და პირველი ვინც დამირეკა და მომისამძიებდა და მე იმის მოურინო ძალიან საინტერესო კაცი. არა, კი კაცო, ეს ერთი ხელის აღებით და მართლა მეცინება ხომ ეს უჟმური რა გაგიკეთა მე რა დააშაო საერთოდ ხო ჩემთვის ინტერთან ერთად ჩააყენა ავტობუსი და გააბრაზა. დიდი დოზით ნარცისია. მანჩესტერ და ესპანეთის ნაკრებში გააღვივა. ორკოტი მოიგო ჩემპიონთა თასი ხა რა ეკნა მე. არა, აქ ეს არა ქვია. სათქმელი რომ განსაკუთრებული რა. ყველა ტურნირი ნამდვილად არის. მოიგონებენ ახალ ტურნირს, მოიგონეს ახალ ტურნირს, წავიდა და არ არის თავდაპირველად მანჩესტერის მოიგო ისა
არ ფერგის მერე ერთი ტიტულია არა, მეგონი იმ წლებში პორტოთი მაურინე არ უნდა გაიგო. გავიგე რომ კაი შემადგენლობა ყავდა პორტოს, მაგრამ სხვებს რა ყავდათ იმ წლებში მონაკო პარი სენ-ჟერმენი ვთქვათ. ან და აი შარშანარი ყო ბრესტი რო 6-1. ხო, აი დაახლოებით მგონია. იცი რა მონაკოს იოლად გაივლის. ფული პერიოდია, ჩემპიონატის. კარგი, არა, მე დაინტერესებული ვარ, სამი წვილი დარჩა და მაგაზე მეც მგონია რომ პარი სენ-ჟერმენი ოლიმპიაკოსი ლევერკუზენი. თუ გახსოვთ 6-2. უფრო ოლიმპიაკოს ოლიმპიაკოსი მოუგო თავის დროზე მას რა ქვია. ამას ლევერკუზენი ვეღარ არის 6-2. ის როგორც ჩაბის დროს და იყო. ყოფილი იყო მოიცა. ეხლა სხვანაირია. ან ლევერკუზენი მგონია მაინც. მაინც გონია ოსტატობით და არ გამოვიდა ორ თამაშია საუბარი და უცბად ბომბი გავარდეს. როგორც იციან ხოლმე ხო. გეუბნები 6-2 აქვს მოგებული. ხო, გავიგე და ხაცო გავარდეს რა. ხო. ხო, და მაინც რჩება კლასის. ნიუკასლი ყარაბახი ნიუკასლი ყარაბახი მანდაც მე მგონი რომ ყარაბახმა ისე იარა და იმდენი გააკეთა და თუ ვამბობთ რომ რაღაცა რესურსი და მთელი გული ჩადო და სათქმელი მართლა გააკეთა და გაისროლა ყარაბახმა მე მგონი რომ აი მანდ აზერბაიჯანული პროექტისადმი დიდი პატივისცემა ხო, მანდაც მგონია რომ ნიუკასლი ხო, აშკარაა. არა, ამ შემთხვევაში მოდი იცი ასე მე შევხვდით. ვიღაცა იყო ეხლა სერიოზულად ვжелობთ მაგაზე, ჩესტ ყველაფერზე სერიოზულად ვжелობთ ზოგადად, იმიტომ რომ ფეხბურთია, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში არის 8 თამაში და ჩვენ ვკითხულობთ 8 თამაშის ხო. არა, ჯერეთი მოსაზრება, მოდი ვთქვა რომ 8 ყარაბაღმა ეს ლიგის გათამაშება ბრავო სასამბო ერთი მეორეზე მაგარი აგერა მერე იქიდან კიდე გავიდა და სამი ტურის მერე ლიდერი იყო ხო 9 ქულა ქონდა და ა ბენფიკაზე ლაპარაკობთ აგერ 1 საათია და მოუგო მაგ ბენფიკასთან რა თამაში ოღონდ ეს ბენფიკა არ ვარ გქონდა. აი მაგ თამაში არა ხო მაგრამ მაგ თამაში და ნიუკასლი უფრო ძლიერია თუ ჩელსი. ეხლა ხო. ჩელსი გააჩნია რა შემთხვევაში აი ბაქოში ჩელსის და როგორი თამაშა კარგად ითამაშა. ნახეთ და ხო მაგრამ მაინც მგონია მართლა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რომ იქ რაც გააკეთა ეს სათქმელი უკვე თქვა ამ ბუბლა და იმისიკით ადვილად და ადვილი ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპზე არაფერი სტაბილური გუნდია იქ რომ არა ჯერ გოლებს უტანს ყველას თითქოს აბა ბატონო პრობლემა ადუმებს სტადიონებს სადაც გინდა მაგრამ გასვლა ორმაჩიანია ეგ ლიგის ჯგუფურის ფორმატიდან განსხვავებით. რა თქმა უნდა ეხა ნიუკასლი ფავორიტია მაგრამ რაღაც სენსაცია სადღაც ხო უნდა ხო და უკვე ინტრიგა თქვა თქო ეგენი იყო რა აგერ გაიხსენა ბენფიკას თამაში იგივე ჩელსისთან თამაშდესენი და ეხა სადღაც თავდება რა არ ხარ შენ ის გუნდი რომ სულ გამარჯვებულის ხო, მენტალიტეტია რაღაცისთვის საკმარისია ეს პროექტი ყარაბაღის მე ესე ვინ იტყვის აუჩს? ლიგის ჯგუფური ეტაპის დასაძლევად კი ამ ბატონო. ეტაპზე მე მგონი გააკეთა არ მაქსიმუმი. დაგვაუწყდეს რომ ეხლა გუნდები გავიდნენ ძალიან დაბალი ქულებით, ნუ წინა სეზონთან შედარებით რა მაგას გულისხმობ რა და არა მაინც დაბალი ორმა- 29 ქულიანი შევიდა ძალიან რომელი 10 ქულიანები შარშან 10 ქულიანი ზაგრების არა დინამო პირველ 8-ს გულისხმობ. ანუ ვინც უკვე იქ გავიდა ზევი? ხო რა არ გასულან რაღაც დაუშვათ 15 პლუს ქულით რა ისინი როგორც წინა სეზონში იყო და ეხლა მაგით ვფიქრობ რომ მე მგონი დაუშვათ ყოველ შემთხვევაში წლევანდელ სეზონში ჯგუფური ეტაპის დასაძლევად საკმარისი იყო და მეტზე არ ამგონია რომ ხო თუ იქნება ბრავო და აპლოდისმენტები მაგრამ რაც ეს გააკეთა იქნება თავარი სენსაცია თავარია ალბათ, რომ იმედია გადაგვედება და გადაედება ჩვენაირ ქვეყნებს და სწორი პოლიტიკა და სწორი წარმართვა კლუბებს კარგი მაგალითი ექნებათ რა აქ მხოლოდ ფულზე არ არის ბუნებრივია ლაპარაკი სწორი მენეჯმენტი და ასე შემდეგ დიდი მადლობა პირიქით ყველაფრისთვის აქ მოსვლის მომზადებისთვის პირველ რიგში და დღევანდელი გაცემამი დავამთავრე დავამთავროთ გადაცემა, მადლობა უთხრათ სტუმრებს და თავარი შეკრების მიზეზი რაც იყო საქართველოს ნაკრებს უსურვოთ რა თქმა უნდა. წარმატება. რა თქმა ჩვენ უნდა. რა თქმა უნდა არა ვართ სანიოლზე უფრო დიდი სპეციალისტები ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა ვიდრე როგორც გაირკვა მის ინტერვიუს შემდეგ თავად მას, ასე რომ ნახოთ ვისი აჯობებს მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე